ყოვლისა მადლობა მინდა მოახსენო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, რომელმაც ესეთი შესანიშნავი ასე ვთქვათ იდეასავით დაბადეს და როგორც მათ გვერდზეა გამოქვეყნებული ალბათ ვისაც გაქვს შესაძლებლობა აქციით გამოსწორებას ძალიან საინტერესო ჩამონათვალია ასე ვთქვათ სალექციო კურსის და თუ იქნება შესაძლებლობა და ნაკლებად დაესწრება აუდიტორია ალბათ არ წააგებს. მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენთაგან მოსვლის მოგზაურობისთვის და თქვენი ნებართვით მოგახსენებთ ამ თემატიკის საუბარი, რომელიც გამოცემულია. ისე იგი ზოგადობაში, ისე იგი მთლიანობაში ჩვენი ლექციის სათაური იქნება ასეთი. დღევანდელი ბიბლია და ქართლის ცხოვრება. ანუ თარგამოსის მოსვლა კავკასიაში. პრინციპში ვავიღებთ და ერთადერთი შევხვდეთ უნდა ბიბლია არის კოდირებულად გადმოცემული ინფორმაციების კრებული, რომელიც ღვთის სიტყვით გადმოგვცემს და პარაფობს იმ შინაარსს, რომლის ამოცნობას თავისი დრო აქვს და თავისი ჟამი. ეკლესიასთან მოგეხსენებათ სწორედ ამის იწყებს, რომ ყოველივეს თავისი დრო და თავისი ჟამი აქვს. ამიტომ აი ეს ჟამი ვიდრე არ დადგება, მაგრამ ეს ინფორმაცია თითქოს მიძინებულია, თითქოს გაუაზრებელია, ისა გაუაზრებელი არა, ერთ შეხედვით არ ჩანს ზედაპირზე ის შინაარსი, ის მთავარი არსი, რომელიც მაშინ არის ასახული. როდესაც დგება მისი დრო, აი სწორედ მაშინ ხდება მისი გახსნა. მაგრამ არის გარკვეული ინფორმაციები, რომელიც არავითარ დროს არ ემოდება, იგი წინასწარ განსაზღვრავს რაღაც ჩამონათვალს და ორიენტირსაც აძლევს იმ ხალხსა და ხალხს, ვინც ასაკის მიმართულებით. აი სწორედ ახლა ამ შემთხვევაში მინდა აი ეს მეორე ნაწილზე ვისაუბროთ, რომელიც მთლიანობაში თითქოს კოდირებულიც არის, მაგრამ ამავე დროს ხიადაც ეუთითებს იმ შინაარსზე, რა შინაარსიც ბიბლიასა და თქვათ ქართლის ცხოვრების ურთიერთკავშირზე შეიძლება იყოს. ერთ შეხედვით ქართლის ცხოვრება თითქოს არავითარ კავშირში არ უნდა იყოს ბიბლიასთან, მაგრამ მისი სტრუქტურული აგებულება, მისი შინაარსი თუ დაუპირდებით, ძალიან წააგავს იგი ბიბლიური სტრუქტურის მონახას, რომელსაც ძველი და ახალი ქვია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ თემაზე არ მივიდეთ. ვისაუბროთ და მოდით შევეხოთ იმ თემატიკას, თუ რას ვკარნახობს ჩვენი ქართველების განთავსების არეალი და რას ვკარნახობს ის უდიდესი სიბრძნე, რომელსაც ბიბლიური სიბრძნე ქვია. უპირველეს ყოვლისა, მოდით გავხსენოთ, ესე იგი მეცნიერება დღეს უძლურია დაამტკიცოს და ასე ვთქვათ ხაზი გაუსვას იმ შინაარსს, თუ რა ენაზე საუბრობს სამოთხისეული, ასე ვთქვათ, სამოთხეში მყოფი ადამი და ევა და ესე იგი რა არის ის სამეთყველო ენა, რომლითაც ისინი ურთიერთობენ ღმერთთან. მოგახსენებათ, რომ ბიბლიაში პირველი საუბარი, რომელიც დაფიქსირებულია ღმერთსა და ადამს შორის, ეხება იმ შინაარსს, როდესაც ადამის გაასახლებს ღმერთი ედენში და ეტყვის, ჩამოუთვის, რომ ყველა ხის ნაყოფი ეჭინება, მხოლოდ აი ის ორი ხესიცოცხლისა და ხეკეთილისა და ბოროტის ნაყოფი რომას არ ეჭინება. ანუ ის რაღაც ტექსტით, ესე იგი ბიბლია იძახის, რომ უთხრა ღმერთმა ადამიანს. შემდგომი საუბარი ბიბლიაში არის მოცემული იმ მომენტში, როდესაც ესე იგი უკვე გველის პირით ეშმაკი ელაპარაკება ევას და იქაც თქვა დიაგნოზის ფორმით არის განსაზღვრული ჩამონათვალი თუ როგორ ურთიერთობენ. და ესე იგი დედაკაციც ასევე პასუხს აძლევს აი ამ პროექტს. მომდევნო საუბარი და მე ახლა უბრალოდ ასე ვთქვათ ზოგადად ლაპარაკობ, ციტირებას არ ვახდენ, ეს ეხება უკვე ცოდვით დაცემის შემდეგ, როდესაც ეს დედაკაცი და შეაცვლის შემდეგ ადამიანს, იქ არის მითითებული, როგორი იქნება ღმერთი, სადახარ ადამს და ადამიანის პასუხობს და გარკვეული ინფორმაციების გაცვლა ხდება იქ მომენტში. ანუ აი ეს ენა თუ რა ენაზე შეიძლება საუბრობდეს, აი ესა ჩვენი შინაარსი და აი დღევანდელობიდან გადმოსახედიდან, ესე იგი რა შეიძლება იყოს ეს ენა, რომელიც
ურთიერთობები ღმერთი და ადამი, თქვა ეშმაკი და ესე იგი დედაკაცი და ერთიანობაში. დედაკაცთან საუბარიც არის, ესე იგი მოგეხსენება თქვენ და შემდეგ გვერის მიმართაც განაჩენია მოცემული. და მას შემდეგ რაც მათი გამოძიება მოხდება 60-დან, ესე იგი ბიბლიისეული საუბარი თქვა იწყება შემდეგ, როდესაც დედაკაცი, რომელიც უკვე ევადარის სახელდებული ადამის მიერ ევანიშნავს სიცოცხლის მომცემს, რადგან ის გახდა უკვე ახალი სიცოცხლის მშობელი, ამიტომ ადამი მას უწოდებს ევას და აი ამის შემდეგ ევა იძახის, რომ ესე იგი უფლის წყალობით შემეძინა კაცი, ანუ კაინის დაბადებაზე ასევე საუბარია მოცემული. საუბარია მოცემული, როდესაც ღმერთი კაინს მიმართავს, ესე იგი რატომ მას შემდეგ რაც ის აბელს მოკრავს, თავჩაღებულია და რატომ ჩაღულია თავი და ასე შემდეგ. ესე იგი, აი ამ შინაარსი ცხადია, რომ არა მარტო 64-ში არის დაფიქსირებული ღმერთისა და იქ მაცხოვრებელი ადამიანისა და დედაკაცის და შემდეგ ევას ურთიერთობა, არამედ 64-ის შემდეგაც, გამოძიების შემდეგაც გრძელდება. აი ეს შინაარსი, აი ამ ესე იგი საუბრისა და ურთიერთობისა თითქოს გაუგებრად ჩანს. ესე იგი, რა ენაზეა ის, რა არის ის ენა, ესე იგი, რომელია ის ენა ჩვენი გადმოსახედიდან, რომელთაც ურთიერთობენ, ესე იგი, 64-ში ყოფილი. მაგრამ ვიდრე აი ამ შინაარსს, ესე იგი, პასუხს გავცემდეთ, მოდი გავიხსენოთ რა ხდება, ესე იგი, შემდეგ როგორ გრძელდება თხრობა. მოგეხსენებათ ბიბლიის მიხედვით, ესე იგი, ორი შტოს თანატარია მოცემული, ეს არის კაინის შტო, ეს არის აბელის შემდეგ შეძენილი შეთის შტო. და მათი შტოს, ესე იგი, გასახლება თითქოს სხვადასხვა ადგილას არის, მაგრამ გარკვეული მონაკვეთის შემდეგ ისინი ერთმანეთთან ესე იგი შეერევიან და ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ისევ დგება ის საკითხი, რასაც ცოდვით დაცემის მეორე ეტაპი ქვია და ღმერთი გადაწყვეტს, რომ ესე იგი წარღვნის სახით არ გავოს პირისაგან მიწისა ის შერეული ცოდვით დაცემული, ასე ვთქვათ, საზოგადოება. და მხოლოდ, როგორც მოგეხსენებათ ბიბლიაში, მხოლოდ ნოე, მისი ცოლი, მათი შვილები და ესე იგი მათი ცოლები, ანუ სულ 8 სული გადაურჩება აი ამ ასე ვთქვათ წარღვნას. და აი აქ ხდება ასეთი მინიშნება, რომ ესე იგი ბიბლიის მიხედვით მოგეხსენებათ თქვენ, ესე იგი დაფიქსირებულია, რომ წარღვნის შემდეგ არანატის მთებს მიადგა კიდოვანი. ანუ ესე იგი გადარჩენის ადგილი, ანუ გამორიყვის ადგილი, ის ადგილი, სადაც წარღვნის შემდეგ კაცობრიობის სათავეში მყოფმა ნოეს ოჯახმა, ასე ვთქვათ, ფეხი მოიკიდა, ეს არის არარატის მთის მიდამოები. და მოგეხსენებათ იქ, რომ ამდაგვარი არის შინაარსი, 40 დღე იცდის ადამი, შემდეგ რაღაც პროცესები არის, ეს აკვიან ნოე, რაღაც პროცესებია 7 დღის შემდეგ ხორასა და მტრედს გამოუშვებს, შემდეგ მტრედს, შემდეგ მესამეჯერად მტრედ უშვებს და მტრედი უკვე აღარ ბრუნდება და აი უკვე ისევ გაისმის, ასე ვთქვათ, ღმერთისა და ნოეს ურთიერთობის დამადასტურებელი ფრაზები ბიბლიაში, როდესაც ეუბნება გადმოდი კიდობნიდან და გადმოდის მართლაც ნოე მთელი თავისი ოჯახით და ბიბლია უსვამს ხაზს, რომ ესე კიდობნიდან გადმოსული ნოე აშენებს ვენახს და ვენახის გაშენების შემდეგ იგი დააგებულებს ღვინოს, დათვრება და 3 ვაჟთან ურთიერთობის, ასე ვთქვათ, სცენარი გახსნილი. ესე იგი, უცროსი ვაჟი, ნოეს ვაჟები მოგეხსენებათ ასეთი სახელებით არის სემი, კამი, იაფეთი. მაგრამ ესე იგი სემი, კამი, იაფეთი თითქოს ისე ჩანს, რომ იაფეთი უცროსი უნდა იყოს, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ კამი, რომელიც ესე იგი აქაც კოდირებული თხრობა, პირდაპირ თხრობით არ უნდა გავიგოთ, ბუნებრივია მამის შიშიშვილს დაინახავს და თავის ძმებს, სემსა და იაფეთს, ასე ვთქვათ, წაიყვანს მიუთითებს მამისაკენ. ორივე ეს ძმა, სემისა და იაფეთიც, ესე იგი არ შეხედავენ მამის შიშიშვილს, ისინი იტანენ მოსასხამს, განააფარებენ მას. და ამის შემდეგ, როდესაც გამოფხიზდება ნოე, დაწყებლის ქამს და მას გამოსაზღვრავს სემის მოდმის მოჩინებაში მყოფს. და იქვე მითითებულია, რომ ესე იგი სემს ანგლის უფროს ვაჟს ესე იგი აკურთხებს და იქ მითითებული, როდესაც ნოე გამოფხიზდება, ესე იგი შეიტყო
როგორ მოექცა მას უმცროსი ვაჟი. ანუ ქამი არის უმცროსი და აი ვინც ეს ასე ვთქვათ პირობითი შეცვალებაში ჩავარდა და დასცინა მამის შიშვლეს და აი ამის შემდეგ ესე იგი სცენთან მიმართებაში მითითებაა რომ ესე იგი სცენის მოდმა მოიხსენებათ არის ის მოდმა რომელშიც იშვება შემდეგ ესე იგი პირველად ღმერთად მოსული უფალი იესო ქრისტე და ასეთი კურთხევა აქვს მოცემული რომ თქვა ესე იგი კურთხეული იყოს უფალი ღმერთის სცენისა მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი და შემდეგ აგრძელებს უკვე იაფეთთან მიმართებაში განუფართოვოს ღმერთმა იაფეთს სცენის კარვებში დაემკვიდროს და ემორჩილოს მას ქანაანი მასადამე აი აქ პირობითად თუ ვიტყვით აი აქაც ესე იგი ბუნებრივად ჩდება კითხვა როდესაც აი ამ არარატის მთებში გამოიყო პირობანი გადმოდის ნოე აშენებს ვენახს და შემდეგ ისინი გამრავდნენ ბიბლია უთითებს რომ ამის შემდეგ ისინი იწყებენ სულას ესე იგი შიყარის ველისაკენ წამოვიდნენ ისინი ესე იგი აღმოსავლეთიდან მაგრამ მანამდე უსწრებს ხალხს რომ ერთ პირი იყო და ერთ ენაზე მეტყველი ესე იგი მაშინდელი აი ეს ასე ვთქვათ ნოეს მოდმა რა ენა არის ეს ესე იგი რა ენაზე მეტყველებს ნოე აი იმ მონაკვეთში რომელსაც ბიბლია უსწრებს ხალხს რომ ერთ პირი იყო და ერთ ენაზე მეტყველი ასე ვთქვათ აი ეს საზოგადოება ბუნებრივია თუ ჩვენ ჩავუყირდებით ესე იგი ძველი აღთქმის პირველი მონაკვეთი აი ამ შინაარსის ასეთია გადმოცემულია პატრიარქების ასაკი და აი ამ ასაკების ჯამით ესე იგი თუ დავაჯამოთ ნახავთ რომ ნოეს მამა რამექი არის 58 წლის როდესაც ნოე გარდაიცვალა მოგესალმებათ ბიბლიის მიხედვით 930 წელი იცოცხლა ესე იგი 600 წლის იყო როდესაც ესე იგი წარღვნა დაიწყო და შემდეგ წარღვნის ესე იგი შემდგომად 350 წელი ცოცხლა და აი ნოეს მამა რამექი არის 58 წლის როდესაც ესე იგი ნოეს უწევს ეს 930 წელი ანუ პირობითად თუ ვიტყვით ესე იგი და თუ ვიტყვით რომ ესე იგი 60-ეული ენა ეს არის ის ენა რომელზეც ადამი და ღმერთი მეტყველებენ მაშინ ბუნებრივია რადგან ბიბლია არც არ უსვამს სხვა ენის გამო ესე იგი წარმოჩენაში უნდა ვიგულისხმოთ რომ ესე იგი 60-ეული ენაზე ესე იგი მეტყველება გრძელდება აი ამ წარღვნის ესაა აი ამ შემდეგ ესე იგი 60-დან გამოძევების შემდეგაც ბუნებრივია რომ ნოეს მამა ლამექი იმავე ენაზე მეტყველებს რომელ ენაზეც თქვა ამ შემთხვევაში მისი უდიდესი ესე იგი წინაპარი ადამი მეტყველებს და უნდა ვიგულისხმოთ რომ ნოეს და მისი მოდმა სწორედ ამ ენაზე მეტყველია ამიტომაც უსვამს ბიბლია რომ ერთ პირი იყო და ერთ ენაზე მეტყველი აი ეს ასე ვთქვათ საზოგადოება და აი ეს ერთ პირი და ერთ ენაზე მეტყველი საზოგადოება უნდა ეხლა პირობითად თუ ვიტყვით ეს არის 60-ეულ ენაზე მოსაუბრე ესე იგი საზოგადოება იმიტომ რომ სხვა ენა ჯერჯერობით ბიბლიაში არ ჩანს და აი ამის შემდეგ როდესაც მიდიან ესე იგი შიყარის ქვეყანაში ქამის ვაჟი ქანაანის შვილი ნებროთი გამოყოფილია ხაზგასმით ბიბლიაში რამე თუ ესე იგი ბაბილონის გოდორის აშენება სწორედ უკავშირდება აი ამ ესე იგი ქამის შვილიშვილს ანუ ეს ნებროთს აი ამ დაწყევლილი ქამის შვილიშვილს ოღონდ ეს დაწყევლილი პირობითი ცნება ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ ფიზიკური სხეულის ასე ვთქვათ იმიტაცია და ანარეკლი რომელიც ვალდებულიც არის და უნდა ემორჩილებოდეს სულს სულის არსის გადმოცემი არის სემისა და იაფეთიც და ქამი როგორც აი სხეული რომელმაც ბიბლიაში სხეულის გამო ესე იგი დაგემოვნების გამო ხილის დაგემოვნების გამო ცოდა დედაკაცმა ესე იგი სხეული არის გაიგივებული აი ამ ფორმასთან ამიტომ ეს სხეული ემორჩილება სემსას და სხეული ემორჩილება ქამსაც მოხუთ ქამის კურთხევა არის პირველი ეს უნდა იყოს პირველად მოსვლის ესე იგი ანარეკლი უფალი იესო ქრისტეს მოსვლის ანარეკლი იმიტომ ის სემის მოდმაში სემიტები ებრაელები იქნოდეს და აი იაფეთის მოდმას აქვს რაღაც განსაკუთრებული მისია და აი როგორც ვთქვით ესე იგი განფათოვოს ღმერთმა იაფეთს ესე იგი სემის კარვებში გადაეკრიბოს
დაემორჩილოს მას ქანაანი. ანუ იაფეთი შემდეგ იმკვიდრებს როგორც სემის კარავს, ან იმ ასე ვთქვათ კურთხევის წიხვებრიობას, ასევე ესე იგი რომელიც განესაზღვრა ნოეს პირით ღმერთის მიერ აი ამ სემს და ასევე იმკვიდრებს ქანაანსაც, ანუ სხეულსაც იმორჩილებს ის, ანუ ამ ქამის ნორმასაც იმორჩილებს. აი ამ კუთხით, როდესაც ხდება ბაბილონის გოდოლის აშენება, მიდიან ესენი შინყარვის ქვეყანაში და ხდება იქ ბაბილონის გოდოლის აშენება, მიზანი არის ღმერთთან ასვლა. ესე იგი თქვათ, 60-დან გამოძევების შემდეგ იმ თაობას ბუნებრივია ახსოვს თქვათ ადამის მონათხრობი, ახსოვს იმ პატრიარქების მონათხრობი, ამიტომ მიისწრაფიან ღმერთისკენ და ისინი გადაწყვეტენ ფიზიკური, ასე თქვათ, რაღაც გზით მიაღწიონ იმას, რომელსაც ღმერთი სამკვიდროები ქვია. და აი აქაც ესე იგი ბიბლია ხაზგასმით უსვამს, რომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ აი ამ დროს ესე იგი ერთპირია ქვეყანა და როდესაც აი ეს ერთპირი ქვეყანას ღმერთის პირით ესე იგი ასეთი ხაზგასმა, რომ თქვა უხალმა, აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. აჰა, ჩავალ და ენებს აუღებ მათ. მასეთანი ბაბილონის გოდოლის აშენება, ესე იგი თავისთავად ბაბილონის გოდოლი ეს არის ერთ-ერთი ფორმა ცოდვით დაცემისა, რამე თუ ისინი ფიზიკური გზით, არა სულიერად ამაღლების გზით, არამედ ფიზიკური ბაბილონის გოდოლის აშენებით ცდილობენ დაბრუნდნენ წლებში, საიდანაც ისინი რაღაც მიზეზის გამო გამოძევებული იქნენ. ამიტომ აი, როდესაც აი ამას აკეთებენ, ესე იგი ღმერთის პირით ასეთი ინფორმაცია კიდევ უნდა გავუსვა ხაზი, თქვა უხალმა, აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. მასადამე აქაც კიდევ ფიქსირდება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ერთი ენა აქვს ყველას, არის ის სამღვთისეული ენა, რომელზეც ესე იგი ადამი ურთიერთობს ღმერთთან. და აი, როდესაც ხდება ბაბილონის გოდოლის დანგრევა ღმერთის მიერ, აი აქ ხდება პირველად, რომ ღმერთი დაყოფს და გააჩენს ახალი ენების საწყისად ხდება ეს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენობა. ამიტომ ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღარია უფალმა მთელი დედამიწის ენა. აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე. მასადამე, აი ამ ეტაპზე, აი ამ ვიდრე ბაბილონის გოდოლის ესე იგი დანგრევა ხდება, ერთპირია და ერთ ენაზე მეტყველი, ერთი ხალხია და ერთი ენა აქვს მას ყველას. და მხოლოდ აი ამ ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ ხდება მრავალი ენების გაჩენა. მაგალითად, ქართლის ცხოვრების ესე იგი რამოდენიმე ხელნაწერში, ეს არის მარემისეული ხელნაწერი, იქ მითითებულია ვიდრე უშუალოდ ქართლის ცხოვრების ჩვენი ისტორია ლეონტისეული თხრობა იწყება, მანამდე ეგრეთ წოდებული პირობითი შესავალი აქვს მსოფლიო ისტორიის სახით, ესე იგი სახელდებული ყაუხჩიშვილის მიერ და იქ არის მითითებული, რომ აი ამ ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ 70 ენა წარმოიშვა, 70 ერთეულად დაიყო ის მთავარი ენიდან მომდინარე, ასე ვთქვათ, სასჯელად მომდინარე აი ეს ღმერთის განმეორება და 70 ენა გაიფანტა მთელი დედამიწის ზურგზე. და მაგრამ ხდება ასეთი რაღაც. ბუნებრივია, რომ ესე იგი ვთქვათ, აი ლოგიკით მივიდივართ და ვიტყვით, რომ ესე ბიბლიის მიხედვით ორად-ორი ადგილია. ეს არის არარატის მთების მიდამოები, სადაც გამოიყა კიდობანი, როდესაც ნოე სამოთხისეულ ენაზე მეტყველებს, ანუ ადამის ენაზე მეტყველებს. ადამიანის ნოეს ენა პირობითად თუ ვიტყვი, ადამის ნოეს ენა არის ის, რასაც არარატის მთებში გამოფენ ეს აქ გაზმოსვლის შემდეგ და იქ ცხოვრობენ მათი ენა და ასევე მეორე ადგილი, სადაც ასევე ერთ ენაზე მეტყველებენ, ეს არის შიხარი, ანუ დღევანდელი პალესტინისა და ერაყის მიმდებარე ტერიტორიები. ერთოდ ბაბილონი მოგესალმებათ, ეს არის ბაღდადიდან 80 კილომეტრით მოცილებით, ჩრდილოეთით 80 კილომეტრით მოცილებული ადგილი, რომელზეც აი ეს მოვლენები ვითარდება. მასადამე აი ეს სამოთხისეული ადამი ნოეს ენა მეტყველის სამეტყველო ენა არის ორად-ორ ადგილას. ერთი არის არარატის მიდამოები და მეორე არის ბაბილონის გოდოლის მიდამოები. მაგრამ ბაბილონის გოდოლი ეს არის სიმბოლო, ესე იგი ცოდვით დაცემისა, ადამიანის ამპარტამულისა, ესე იგი ნებროთი, ეს არის პირველ მეტად სახელდებული ბიბლიაში და ასევე ცხოვრებაც ამას უსვამს ხაზს, რომ
ნოე ეს ნებროთი თავისი ამპარტამნებით ცდილობს ეს ამპარტამნების გამოხატულება აი ამ გოდოლის აშენება. ამიტომ ბაბილონის გოდოლი ეს არის ცოდვის ადგილად მიჩნეული ერთ-ერთი სიმბოლო, ესე იგი ცოდვის ადგილად მიჩნეული ტერიტორიისა, აი იმ დროის მონაკვეთისა, როდესაც ეს ფიქსირდება, იმის საპირისპიროდ, რასაც ქვია არარატის მიდამოები. არარატის მიდამოები ეს არის აი ამ კაგებით, რადგან კიდობანი გამოიყო არარატის მთებზე, უნდა გულისხმოთ, ეს არის გადარჩენის ადგილი, ეს არის ადგილი რაღაც სიწმინდის შენარჩუნების ადგილი. და აი ამ ადგილზე კი არ მკვიდრობს ნოეს მოდგმა, არამედ რაღაც მიზეზებით მიდის სხვა ადგილას და იმ სხვა ადგილას ხდება უკვე ბაბილონის გოდოლის აშენება და ცოდვით დაცემა. მასადამე სამოთხისეულ ენაზე მეტყველის საზოგადოება ორ პირობით ადგილას ცხოვრობს. ესე იგი ვიცით არის ერთი ეს არის არარატის მიდამოები, მეორე არის ბაბილონის გოდოლის მიდამოები. და ის სწორედ აქედან, როდესაც ესე იგი ბაბილონის გოდოლის განგრევა ხდება, ესე იგი ლეონტი მროველი ქართლის ცხოვრებაში სწორედ აქედან იწყებს უკვე ქართველი ერის ისტორიას. ანუ ესე იგი აი ამ ტერიტორიაზე მყოფი, ასე ვთქვათ, განსახლებული ერის ისტორიას და აი ამ დაგვარის შინაარსი არის მოყოლებული. ეს ასე იწყება ესე იგი ქართლის ცხოვრება. შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს გოდოლი და განიყვნენ ენანი, განიგვინეს ნუნით ყოველსა ქვეყანასა და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით მისისა და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაც შეუვარდა არარატსა და მასისსა. მასადამე ბაბილონის გოდოლის განგრევის შემდეგ თარგამოსი, რომელიც არის მიჩნეული ესე იგი ქართველების ეთნარქად, ანუ მამამთავრად, აი ესე იგი აი ამ შინაარსით თუ წავართ და აი ამ ars გავიზიარებთ, როდესაც ლეონტი მროველი აი ასე ძალის, როდესაც იძახის ის რომ ესე იგი როგორი ეს არის რა ქვია შტო ვისი შვილია აი ეს თარგამოსი და საიდან მოდის, აი ამდაგვარი ესე იგი შინაარსის მატარებელია, რომ ესე თარგამოსი იყო ძე თარშიში, ძისწული იაფეთისა, ძისა ნოესი. მოგესალმება თქვენ რომ ბიბლიაში ესე იგი არის ჩამონათვალი ნოეს სამივე ვაჟის შთამომავლებისა გარკვეული პერიოდით, ვიდრე ბაბილონის გოდოლის დანგრევა ხდება და ბიბლია უთითებს, რომ ესე იგი სემის მოდგმაში ფალეგის დროს გაიყო, ესე იგი გაფანტვა ხდება ფალეგის დროს და აი ეს ფალეგის დრო გარკვეული ორიენტირია დროით თვალსაზრისით, თუ რამდენ ხანს იყვნენ აი ესენი ბაბილონის ტერიტორიაზე ვიდრე გოდოლს აშენებდნენ და დროით დაანგრევდა. მაგრამ აი იქ ბიბლიის მიხედვით ესე იგი თარგამოსი როგორც სახელდება არ ჩანს. უბრალოდ აქ არის ჩამოთვლილი და ესე იგი ლეონტი მროველი ასე უსვავს ხალხს, რომ ესე თარგამოსი იყო ძე თარშიში, ძისწული იაფეთისა, ძისა ნოესი. ანუ თარშიში ეს არის ესე იგი ნოეს ვაჟის იაფეთის შვილის იავანის ესე იგი მეორე ვაჟი და თრეობაში ასე გამოდის გენიალებია ადამი, ესაგრია ნოე, იაფეთი, იავანი, თარშიში. ეს ის სახელდებებია, რომელიც ბიბლიაშია ცნობილი. და აი ამის შემდეგ მოდის უკვე თარგამოსი, რომელიც არის ესე იგი რომელსაც ყავს 8 სახელდებების შვილი, ჰაოსი, ქართლოსი და ასე შემდეგ ჩამოყოლებული ბიბლიის ესაგრე ქართლის ცხოვრების მიხედვით. მაშინ მთლიანი შტო ასე არის: ნოემ შვა იაფეთი, იაფეთმა შვა იავანი, იავანმა შვა თარშიში და თარშიშის სია სწორედ თარგამოსი. ესე იგი თარგამოსი ეს არის ლეონტი მროველის მიერ შემოტანილი პერსონაჟი, რომელსაც ბიბლიური ანალოგია აქვს. და ეს შინაარსობრივად თარგამოს ნიშნავს უნდა მიანიშნებდეს თარშიშიდან გამოსვლებს. ანუ თარშიშის შვილს. თარშიში არის ბოლო, ასე ვთქვათ, საფეხური აი ამ ჩამონათვალში და ის სწორედ ეს თარგამოსი, აი ესე იგი შვილთა შვილი აი ამ შინაარსი ნოესი აიყენება ამ ბაბილონის გოდოლის ადგილიდან და მოდის არარატის მთების მიდამოებში. რას უნდა გვანიშნებდეს აი ეს შინაარსი, ჩვენი არეალი, განთავსების არეალი აშენებაში დროებით გვერდზე გადავწყვიტ და უბრალოდ ვიყვეთ ბიბლიურ ცხოვრებას. ესე იგი, თუ ბაბილონის გოდოლი არის ცოდვით დანგრევის ადგილი, ესე იგი
ცოდვით გაცემის ადგილი, სადაც ხდება ენების წარმოშობა და გაფანტვა, უნდა ვიგულისხმოთ და უნდა დავუშვათ ისიც, რომ ამ 70 ენას შორის უდაოდ იქნებოდა შემორჩენილი ის ენა, რომელზეც ესე იგი თავდაპირველად მეტყველებს ესე იგი ნოე და მისი მოწმობისას ერთკვირიან და ერთ ენაზე მეტყველებდა. ესე იგი, რა გვაძლევს ამის თქმის ესე იგი საფუძველს და რა შინაარსი შეიძლება იყოს ამაში ჩადებული. ამაში შეიძლება იყოს ამის თქმის საფუძველს გვაძლევს აი სწორედ ეს ესე იგი ლეონტი მროველიშვილის თხრობა ქართლის ცხოვრებისა, რომელიც ხას უსვამს, რომ ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ მოდის თარგამოსი იმ ადგილზე, რომელი ადგილის ბიბლიის მიხედვით არის გადარჩენის ადგილი, იმ ადგილზე, რომელი ადგილზეც ხდება კიდობარის გამორიყვა. და თუ ვიტყვით, რომ ეს არის გადარჩენის ადგილი, მაშინ იმ ენაზე მეტყველი, ასე ვთქვათ, შემორჩენილი შტო, 70-თაგანი, რომელზეც ესე იგი რომელსაც 60-ეული ენა ქვია, მაშინ ამ ენაზე მეტყველი მოდის სწორედ იმ ადგილზე, ესე იგი რომელსაც გადარჩენის სიმბოლური დატვირთვა აქვს. ანუ უნდა ვიგულისხმოთ, რომ აი ამ შინაარსით, ამ დაშვებით, რომ თარგამოსი ეს არის იმ ენაზე მეტყველი, რომელი ენაზეც რომელი ენასაც ადამიანური არის 60-ეული ენა ქვია და მოდის იგი და კვიდრობს არაერთის ასე ვთქვათ მიდამოებს უბრუნდება ისევე მიდამოებს, რომელი მიდამოებშიც გამოიყვა კიდობა. შემდეგ ესე ლეონტი მროველიშვილის თხრობა ასეთია, რომ გამრავლდნენ ისინი და ესე აი ამ არეალზე, როდესაც არიან, ესე თარგამოსი ჰაოს დატოვებს იმ ადგილზე, რომელ ადგილსაც არარატისა და მასისი ქვია, მოგესმენებათ, არარატის მთათრეს მდებარეობს ისე იგი თურქეთის ტერიტორიაზე, იქ არის ორი მწვერვალი, ერთს არარატი ქვია, მეორეს მასისი ქვია, ესე იგი მწვერვალებია და აი ამ არეალზე, როდესაც ბიბლია იძახის, რომ ესე იგი ნოე გადმოდის კიდობინა და გააშენებს ვენას, ვენახის გაშენება ბუნებრივად ვერ მოხდება, ასე ვთქვათ, ცის მწვერვალზე და მის ფერდობზე, ხო? ორი პირობები ჭირდება და აი სწორედ ის ჩრდილოეთის მხარეთი ინაცვლებს, რომელ არეალზეც შემდეგ ლეონტი მროველიშვილის ხას, რომ ესე იგი ჰაოს ტოვებს იმ მიდამოებს, სადაც არარატის ეს მწვერვალია და დანარჩენი 7 ვაჟითვით ის მოდის ჩრდილოეთით და ესე იგი სახლდება ორ ზღვა შუა მდებარე ტერიტორიაზე, ორ ზღვა შუა მდებარე ასე ვთქვათ არეალზე და ესე იგი რა შინაარსია ამაში ჩადებული. როდესაც ბიბლია გვეუბნება ესე იგი ნოეს მოდმის აღწერას, ბიბლია იწყებს იაფეთის შტოს გადმოცემით. მიუხედავად იმისა, რომ სემი არის უფროსი და შემდგომია მეორე ვაჟი არის ესე იგი ნოეს იაფეთი, მაინც არა სემით ან უფროსით იწყებს, არამედ ესე იგი სემის მომდევნო ვაჟით იაფეთით იწყებს, მერე გვამცნობს ქამის მოდმას და სულ ბოლოს იძლევა სემის მოდმის ჩამონათვალს. მაგრამ იაფეთის მოდმის ჩამოთვლის დროს იძახის, რომ ამერგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები, ანუ ზღვისპირას დასახლებული არეალის, ეს არის იაფეთის მოდმის განსახლების არეალი. და სწორედ აი ამიტომ, აი ამ შინაარსით, ესე იგი, აი ეს შინაარსი უნდა იყოს ჩადებული ლეონტი მროველის მიერ ღმერთის პირით, ესე ღმერთის ნების გადმოცემი ლეონტი მროველის პირით, რომ ჰაოს ტოვებს იმ ადგილს და ის ინაცვლებს ჩრდილოეთის ასე ვთქვათ მხარეს და ამ 7 ძმადან ესე იგი 5-ს ესე იგი სამხრეთ კავკასიაში განასახლებს და 2-ს ლეგოსა და კავკასიას ჩრდილოეთ კავკასიას რომ მოვიაზრებთ ჩვენ დღეს, აი იმ არეალზე ხდება მათი განთავსება, იქ არის მოცემული მათი საზღვრები, თუ ვინ როგორ ასე ვთქვათ სახლდება. მაგრამ ამას ამ შემთხვევაში არ მიაჩნია ყურადღება, ესე იგი თავარი არის რა, რომ ესე იგი აი ეს გადარჩენის ადგილას მოსული, არარატის მიდამოებში მოსული თარგამოსი უნდა იყოს სწორედ იმ ენის მატარებელი, რომელი ენაზეც 60-ეული, ასე ვთქვათ, რომელსაც ქვია 60-ეული ენა, ანუ ადამიანის ენა, ადამიანისა და ევას ენა, ღმერთის ის ენა, რომელზეც ის ასე ვთქვათ ესაუბრება. აი ამ შინაარსით თუ გადმოვართ ჩვენ, ბუნებრივია ჩნდება ასეთი კითხვა, რომ ესე იგი ორი ისტორიული წყარო, ეს არის მოსეს ხორელეცი, ესე იგი სომეხი ისტორიკოსი და ეს არის ლეონტი მროველის აი ეს ცნობა, რომლის შეჯერება მინდა ეხლა თქვენ შემოგთავაზოთ. ესე იგი ლეონტი მროველის თხრობა ასეთია, თარგამოსი მოდის
რა თავისი შთამომავლობით დასახლდება ამ არეალზე, ასეთი ხაზგასმა აქვს მითითებული ესე იგი ლეონტი მროველს, რომ დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაც შეუვალთა. ანუ არავინ არ სახლობდა, ბუნებრივია, ისე იგი იქ არეალზე არავინ არ შეიძლება ყოფილიყო, ყველანი აქედან აიყარნენ და შინყარის ველზე დამკვიდრდნენ და შემდეგ აფანტის შემდეგი განტებიან ყველა იმაში და აი ლეონტი მროველი სწორედ უსვავს ხალხს, ქართლის ცხოვრება უსვავს ხალხს, რომ კაც შეუვალ ადგილზე განსახლდნენ ისინი. ის ეხლა ნახოთ, როგორ შინაარს გვამცნობს მოსე ხორელეცი. თუ ლეონტი მროველი უსვავს ხალხს, რომ შემდგომად განყოფისა ენათასა ოდეს აღაშენეს გოდოლი და განხმენ ენანი და შემდეგ მოყავს თარგამოსი, ესე იგი მოსეს ხორელეცი თავიანთი ამ სომხების ეთნარქად წოდებული ჰაიკის და არამანიაკის მოსვლას იწყებს არა ბაბილონის გოდოლის დანგრევიდან, არამედ რაღაც დროის გასვლის შემდეგ. და ინახეთ როგორ იძახის, რომ ესე იგი მოსეს ხორელეცთან აი ესე იგი ის არაფია ბელად არის სახელწოდებული ნებროთი და აი ესე უსვავს ხას, რომ ესე იგი ეს ნებროთი იწყებს მძლავრობას ძმებზე, ის ხდება მეფე მოსეს ხორელეცთან და მასკილა ბელი და აი შემდეგ ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ ჰაიკი აუხედდა და წინააღმდეგი წავა, ესე იგი რომ დაიმორჩილოს ნებროთს და იგი აიყრება მას შემდეგ რაც შეეძინა ვაჟი ესე იგი არავანიაკი, შემდეგ იმის მერე მოყავს და აი ამდაგვარი შინაარს იძახის სომეხი ისტორიკოსი, რომ მოვიდა და დაემკვიდრა ერთი მთის ძირას ვაკეზე, სადაც უკვე დასახლებული იყო მცირეოდენი ხალხი ადრინდელი გაფანტვის დროს. მასადამე, ნახეთ რა ხდება. ლეონტი მროველი იძახის, რომ მოვიდა თარგამოსი და დაემკვიდრა ორთა შორის, ესე იგი კაც შეუვალთა, არავინ რომ არ ცხოვრობდა იმ არეალზე და სომეხი ისტორიკოსი მოსეს ხორელეცი იძახის, რომ მოყავს მასაც, ესე იგი ჰაიკი ბაბილონის გოდოლიდან ოღონდ არა დანგრევის შემდეგ და იძახის, რომ დაესახლა იმ ადგილზე, ესე იგი სადაც უკვე დასახლებული იყო მცირეოდენი ხალხი ადრინდელი გაფანტვის დროს. ესე იგი ადრინდელი გაფანტვა ეს არის ბაბილონის გოდოლის დაქცევის შემდეგ რო ხდება გაფანტვა და მოსეს ხორელეცის მიხედვით, ესე იგი თავდაპირველად კი არ მოდის ის, არამედ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ მოდიან ისინი. მასადამე აი როდესაც არის ქიშპი ესე იგი სომხურ და ქართულ ენებს შორის, როდესაც არის სხვადასხვა ესე იგი შეხედულება ანბანის წარმოშობაზე და ასე შემდეგ, ესე იგი აი ეს ორი ისტორიული წყარო, ბიბლიურ წყაროდან მომდინარე, ესე იგი მოსეს ხორელეცი და ლეონტი მროველი ასე ამდაგვარი შინაარსის გადაწყვეტას იძლევა აი ამ პრობლემისა, რომ ლეონტი მროველს მოყავს ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ გვეუბნება, რომ წამოვიდა თარგამოსი დაემკვიდრა აქ და ბუნებრივია ისინი წამოვიდნენ თავისი სამეთყველო ენით, მოვიდნენ იმ ადგილზე, რომელი ადგილიც არის, ესე იგი ბიბლიის მიხედვით გადარჩენის სიმბოლო, ანუ ადგილი, სადაც ხდება კიდურების გამორიყვა და მოსეს ხორელეცის მიხედვით სომეხი ერის, ასე ვთქვათ, უფროსი იქნება armenების წინაპარი მას მოყავს ბაბილონის გოდოლის დანგრევიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ და ის მოდის და მკვიდრდება ადგილზე, სადაც თურმე მცირეოდენი ხალხი ცხოვრობდა ადრინდელი გაფანტვის დროს მოსული. აი ეს ადრინდელი გაფანტვის დროს მოსული ხალხი არის სწორედ ის თარგამოსის უფროს ვაჟად სახელდებული ჰაოსი, რომელსაც იპყრობს ესე იგი აი ეს ჰაიკად სახელწოდებული ესე იგი თარგამოსია ხორელეცის მიერ პიროვნება და იმორჩილებს ამ ადგილზე მაცხოვრებლებს და ის ხდება შემდეგ მეფე აი ამ ცნობის თანახმად. ბუნებრივია რომ ის მოვიდა ესე იგი ჰაიკი მოსეს ხორელეცს მოყავს თავის ენაზე მეტყველი, რაღაც განსხვავებული ენაზე მეტყველი, რომელიც ხდება ადრინდელი გაფანტვის ხალხი და თარგამოსიც მოდის ასევე თავის ენაზე მეტყველი, რომელსაც არავინაც არ ხდებოდა პირველი განთავსების არეალიდან.
აი ამ ორ ინფორმაციას თუ შევაჯერებთ, ვიტყვი, ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველთა წინაპრები, ქართველთა სამეწყერო ენა, ეს არის თარგამოსის ის სამეწყერო ენა, რომელიც უნდა იყოს ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ შემორჩენილი ის თავდაპირველი ენა სხვა 70 ენის შორის, ის ერთადერთი ენა, საწყისი ენა, რომელ ენაზეც ისინი სამოთხისეული არში ყოფნის დროს მეტყველებენ ღმერთთან და ერთმანეთთანაც. და რომ აი ეს ასე ვთქვათ, თავდაპირველი ენა ცოდვის გარეშე, ცოდვის არსის არ მატარებელი ენა არის სწორედ ის, რომელიც ბრუნდება არარატის მიდამოებში, მოდის და მკვიდრდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბიბლიის მიხედვით არის გადარჩენის სიმბოლოდ სახელდებული. ამიტომ ესე იგი ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ ერთადერთი საწყისი დედანი ენაზე მეტყველი ასე ვთქვათ შტო აი ამ ნოეს მუდმისა მოდის გადარჩენის ადგილად სახელდებულ არარატის მთების მიდამოებზე უფრო ინაცვლებს ჩრდილოეთით, იმიტომ რომ ზღვისპირას უნდა განსახლდნენ ისინი და იაფეტის ვთქვათ მითითება რომ იაფეტის მუდმისგან განიფანტონ ზღვისპირა ხალხები, სწორედ უსვამს ხალხს რომ ესე იგი ქართველთა წინაპრები არიან ისინი არის თარგამოსის ვაჟები, რომლიდანაც მოდის კიდევაც ესე იგი ქართველთა სახელდება ქართლოსიდან და ასე შემდეგ სხვა ისინი ხუთი ძმა არის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გასახლდნენ მითხარით და ისინი არიან სწორედ რომლებიც იმკვიდრებენ ამ ზღვისპირა ტერიტორიას და ჰაოსი, რომელსაც ტოვებს ესე იგი უფრო ქვევით სამხრეთით არარატის მთის მიდამოებზე, მათ არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ისინი იმ ადგილზე მკვიდრობენ, თუმცა ისინიც ესე იგი ეს ხორენეთის მიხედვით აი ეს ჰაიკი არის იაფეტის ვაჟის ესე იგი გომერის უფროსი ვაჟის გომერის შტოა და თარგამოსი ლეონტიუროველის მიხედვით არის იაფეტის ვაჟის მეოთხე ვაჟია, ესე იგი იავანი და იავანის შვილი არის თარშიში და აქედან მოდის. ესე იგი სრულად ორი განსხვავებული შტო მოდის აი ამ იაფეტიდან, ესე იგი სომეხის ისტორიკოსის მიხედვით ეს არის იაფეტი, გომერი და შემდეგ ჰაიკი, ვთქვათ კიდევ არის პერსონაჟი, ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა და ქართველთა წინაპარი არის ის, რომელიც მოდის ესე იგი იაფეტის, იავანისა და აი ამ ესე იგი თარშიშის გზით მოდის. და ესე იგი ის ჰაოსი ანუ ესე იგი სომხითაც წოდებული ჩვენს წყაროებში მითითებული აი ეს სახელდება, ჰაოსი არის ის შტო, რომელიც არმენებმა, ანუ ესე იგი არამანიაკის შთამომავლობა მოდის აქ და იმორჩილებს ხალხს ადრე გაფანტვის შედეგად. ეს უნდა იყოს ანალიზი სწორედ იმისა, რომ ესე იგი არმენები ამ დღეს რომ ასე ვთქვათ ჰაის უძახიან თავის ენს, სომხურად ესე იგი სომეხ ჩვენ ვეძახით, სომხეთ ჩვენ ვეძახით, ესეც ასე ვთქვათ ცალკე საკვლევი თემაა, მაგრამ ისინი არიან სულ სხვა შემდგომ მოსული, ასე ვთქვათ ხალხი იმ ადგილზე განსახლებული, რომელ ადგილიც არის გადარჩენის სიმბოლოდ მითითებული. თუ შევაჯერებთ ჩვენს დღევანდელ ასე ვთქვათ თემას, მაშინ ვებულობთ დაახლოებით ასეთ სურათს ვებულობთ, რომ ესე იგი არარატის მიდამოები ეს არის გადარჩენის ადგილი, გადარჩენის სიმბოლო, ბაბილონის გოდოლი ეს არის ადგილი, სადაც ხდება ესე იგი ცოდვით დაცემა და რომელიც არის ადგილი ახალი ერების წარმოშობისა და აქედან მოყოლებული ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ ვიდრე დანგრევამდე ერთ ენაზე მეტყველი ენის არსის და შინაარსის მატარებელი არის სწორედ თარგამოსის სამეტყველო ენა, რომელიც მოდის სწორედ იმ წმინდა ადგილზე, იმ გადარჩენის ადგილზე და იქ მკვიდრდება. აი ამ შინაარსით თუ გავიაზრებთ ყველაფერს ზემოთქმის, მაშინ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ აი ამ ბიბლიური და ქართულ-სომხური წყაროების ურთიერთშეჯერების შედეგად ის სამეტყველო ენა, რომელიც თარგამოსის სამეტყველო ენაა და ჩვენ ვართ შთამომავლები და მატარებლები იმ სამეტყველო ენისა, არის სწორედ ის ენა, რომელი ენაზეც მეტყველებს სამოთხისეული არში ყოფი ადამი და ევა. სწორედ ამ შინაარსის მატარებელი უნდა იყოს იოანე ზოსიმეს
ცნობილი, ასე ვთქვათ, ქებაი და დიდებაი ქართულის ენისა, რომელიც იძახის, რომ ჯამართულ არც ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისი სასაწამებლად, რაით ამითა ენითა ეუწყოს ყველა ენასაო. ეს არის ის ენა, არა იმით კი არ არის გამორჩეული, რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა ასე რომ ამ ქართული ენით მოხდეს. დღეს ქართულ ენას რომ ვეძახით ჩვენ, ესე ქართველთა ენას რომ ვეძახით ჩვენ და მთლიანობაში ეს იბერიო-კავკასიური ენებიდან მოდის თქვათ აი სახელდება შემდეგ რომ შეიძლება იბერიო-კავკასიური ენებში მოიაზრება ის თარგამოსის ენა, როგორც გითხარით, ამ 7 წლიდან 5 სამხრეთ კავკასიაში და 2 ჩრდილოეთ კავკასიაში სახლდება. აი სწორედ ის, როდესაც ივანე ზოსიმეს პირით გვეუბნება ღმერთი, რომ ამ ენით მოხდება განკითხვაო და ესე ენა იმ დაბალიდან დაწუნებული, ესე იგი სახელითა უფლისა ისა, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. და აი ეს ყველაფერი ქართული ენით მოხდება განკითხვაო, როდესაც ბრძანებს ივანე ზოსიმეს ეს ძეგლი. სწორედ ეს უნდა იყოს იმ შინაარსთან დაკავშირებული, რასაც ქვია თავდაპირველი სამოთხისეული ენა, სწორედ ანუ ის თარგამოსის ენა არის სწორედ ის ნოესა და ადამის ენა, რომელიც ენასაც სამოთხისეული ენა ქვია და ბუნებრივია, მაშინ ესე იგი ქებაი და დიდებაის აი ეს შინაარსი აღარ არის გასაკვირი, აღარ არის ყოველთვის მოსახვედრი, ვისაც ეს ხდება ცუდად, რომ სწორედ ქართული ენით მოხდება ყველაფერი აი ამის განკითხვა, როდესაც ბრძანებს ეს ძეგლი. რატო? იმიტომ რომ ეს ენა კიდევ იმავე არის საწყისი ენა, ეს არის ის დედანი ენა, იბერიო-კავკასიური ენების ფუძემდებელი ენა, საიდანაც შემდეგ ხდება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შტოს განვითარება და ის შემორჩენილი ძარღვი ამ იბერიო-კავკასიური ენებისა, ეს არის ის ქართული ენა, რომელსაც კიდევ იმავე ივანე ზოსიმის პირით ის უდიდესი ფუნქცია, რასაც ღმერთისაგან ამ ენაზე კაცობრიობის განკითხვა ქვია. აი ეს მონარქეთი ბიბლისა მინდოდა დღეს თქვენ წინაშე წარმოეჩინა და ამეხსნა თუ რას პარნახობს ბიბლიური სიგნე ქართლის ცხოვრებასთან შეჯერებული და სომხურ წყაროს მონაცემების გათვალისწინებით, რომ ჩვენ ესე იგი ქართველები იბერიო-კავკასიური ენის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, სახელმძებლები და ამ შინაარსის მატარებლები ვართ იმ ენაზე, უნდა ვიყოთ იმ ენაზე მეტყველები, რომელი ენაზეც სამოთხისეული არში ყოფი, ასე ვთქვათ, კაცობრიობა მეტყველებდა ღმერთთან და ვიდრე ბაბილონის კულტურის დანგრევამდე, აი ამ შინყარისა თუ არარატის მთების მიდამოებზე ცხოვრების პერიოდში მეტყველება. ეს თავისი შინაარსით გავაზრდებს იმასაც, თუ რატომ ხდება, რომ იაფეტის მოდმა იმკვიდრებს სემის კანონს და მას იმურჩილება კანაანი. სემის მოდმა ეს არის პირველად უფალი იესო ქრისტეს მოსვლა, მეორედ უფალი იესო ქრისტეს მოსვლის არსი, ეს არის იაფეტურ შტოში მოხდეს ეს ყველაფერი, პირველად თუ ცხოვრება სემიტების შტოში, მეორე შინაარსობრივი დატვირთვა, ესე იგი ქვეყანასა და ერს, ეს არის საქართველოს და ქართული ენა, რომელსაც ქართული ენა, რომელსაც უდიდესი ფუნქცია, უდიდესი მისია აქვს და ეს მისია, ასე ვთქვათ, ცალკე საუბრის თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა შევჯერდეთ იმაზე, რომ ჩვენ დღევანდელი იბერიო-კავკასიური ენის ცნობიერების მატარებელი ქართული ენა არის ის თავდაპირველი სამოთხისეული ენა, რა ენაზეც მეტყველებდა სამოთხეში მყოფი, ესე იგი და ესე იგი სამოთხის გამოძიების შემდეგ ვიდრე ბაბილონის კულტურის დანგრევამდე, ვიდრე 70 ენა გაიფანტებოდა, ესე იგი დედამიწის სულზე. რამდენად გასაგებად მოახერხე ამის გამოცემა არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვთქვათ შევეცადე ყველაფერი ისინი თქვა, რაც აი ამ ასე ვთქვათ სახელდებიდან მომდინარე ითხოვდა ამას და თუ რაიმე კითხვები იქნება, თუ რაიმე შესაბამისობის მოსაზრების გამოთქვა იქნება, მზად ვარ ამ კითხვებს მოვისმენ. გაუგებარ ხო არა? თუ გაჩნდა რაიმე კითხვა, რომელი კითხვაც ერთი კითხვა მომწევს. 609 წლის ხომ იყო ეს ნოე რომ გარდაიცვალა და 6000 წლის არის სამყარო. ანუ დიდი ბებია გამოდის ადამიანებო თუ როგორ არის. ანუ დაახლოებით ხო ამ 900 წელი ცხოვრობდნენ ადამიანები, მაშინ 6000 წლის იყო სამყარო და ანუ შექმნიდან დღემდე ხო არის გასული 6000 წელი.
ისე ნახეთ რა ხდება. ახლობელი გამოდიან რა, ძალიან ახლობელი გამოდიან. ბიბლიური ინფორმაციის მიხედვით ყველაზე მეტი სიცოცხლე ისა მეთუშალა. ანუ მათუსალას როეცი ჩვენსაც 969 წელი. ნოემბრი, როდესაც წარმონა დაიწყო, იყო 600 წლის და მე 330 წელი ვიდეოცებს. ანუ 930 წლის ასაკის აღესრულა ნოემბრი. და მასზე უფრო მეტი ხანი იცოცხლა ესე იგი მეთუშალა. კაცობრიობა 6000 წლის კი არ არის, მაგალითად ესე იგი დასაბამი, ქართული დასაბამი და ამაზე ბევრი შეიძლება ქალბატონაზე ალბათ ბიბლიაში წერია 6000 წლის არის 5604 წლის იყო როდესაც 5604 წლით ადრე ამას ახლა ესე იგი შინაარსის მიზახი და იმას იბადება ქრისტე ესე იგი სამყარო შექმნა 5604 წლის შემდეგ ამას თუ მიუმატებთ პირობით იმ 2000 წელს რაც ჩვენ ვაშორებთ ახალი ცენტრალიზმიდან მაშინ გამოდის რომ ჩვენ დღეს ვართ მე-1000 წლებში ბიბლიური შინაარსიდან მიმდინარე ოღონდ ესეც პირობითია და კოდირებული ათლა აკამას მოგესალმება თქვენ მაგიში აღმოჩენილი გათხრების შედეგად ესე იგი ზეზვასა და გზიას ასაკი დაახლოებით 2 მილიონამდე წელს მოიცავს მაგრამ როდესაც 1000 წელი გულისხმობა 1 ტრილიონი 1000 წელი აი ამ შინაარსიდან თუ ამბობთ მაშინ არანაირი წინააღმდეგობები ამაში არ არის ამიტომ ნოეს ასაკი 930 წელი ეს არის სრულად კონკრეტული შინაარსის მატარებელი სამყაროს შექმნის ბიბლიური ათვი ჩვენ რო ისინი 1000 წლებში ვართ და ესე იგი აი ეს დამთავრდა თუ არ დამთავრდა ამას ახლა შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს აი 1000 წლის ესე იგი ამ გადასული ისიც შინაარსობრივად კოდირებულად უთითებს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას რომელიც თავის დროს და ადგილს მიითხოვს ამ თემაზე საუბარი ძალიან კარგია ამ შინაარსით ამას ახლავს ესე იგი ყველა ეს ნოეს შვილებიდან ხო ნოეს შვილის და ამერიკელი ინდიელებზე რა ვთქვით ამერიკელი ინდიელები არა მარტო ამერიკელი არამედ ყველა ესე იგი რომელი შვილის წინაპრები არიან მაინტერესებს ხო აი ხა გეტყვით მაგას ესე იგი ბიბლიის მიხედვით წარმოს გადაურჩა ნოე მის ცოლთან მას აქვს 3 ვაჟი სემი ქამი და იაფეტი შემდეგ ჩამოთვლილია ამ 3 ვაჟი შთამომავლები და შემდეგ ბუნებრივია ესე იგი ბიბლია ეს არის ძველი აღთქმა განსაკუთრებით ეს არის ებრაელი ხალხის ისტორია ამიტომ ებრაელი აი ეს ძველი აღთქმა ყვება ებრაელი ხალხის ისტორიას ოღონდ ღმერთის პირით გადმოცემს და რა შინაარსს იწამს როდესაც ადამს შეეძინება შეთს მაგალითად კაინის მოდგმაში ვიდრე წარმონა მოხდება ჩამოთვლილია 12 პატრიარქის სახე კაინის შტოში და შეთის შტოში ასევე 12 პატრიარქის ესე იგი სახელია მოცემული მეათე არის ნოე და თუ ჩავთვლით ესე იგი შეთსაც ადამსაც სულ გამოდის შემდეგ წარმონიშნის შემდეგ ბიბლია ჩამოთვლის ესე იგი იაფეტის შტოში ჩამონათვალს ჩამოთვლის ქამისა და სემის ჩამონათვალს და იძახის რომ ფალების დროს ან სემის ერთ-ერთი შთამომავლის დროს ხდება ბაბილონის გოდოლის დანგრევა და ამის შემდეგ ბიბლია ყვება უბრალოდ მე აგრძელებს თხრობას უნდა მივიდეს აბრაამამდე ებრაელის ერთ-ერთი უშუალო წინაპრამდე რომელიც მოდის სემიდან არფაქშადი არის სემის ის ერთ-ერთი ვაჟი რომელიც წარმიდან მეორე წელს წარღვნის დამთავრების მეორე წელს რო იბადება ამიტომ ბიბლიაში ჩამოთვლილია ზოგადად რომ აი ამისაგან მოხდა მთელი ერების გაფართვა ამაში ინდიელების იგულისხმება ინდიელების ინდიელები არ დაემთხვა იმას რა ქვია ის მორმონების წარმომადგენელი რო იყო ჯონ სმიტი და რომ ამბობდა რომ ესენი ებრაელებიდან არიან და რაღაცა დნმ არ დაემთხვა და რომ შეივასკნეს და ესე იგი ძალიან კაი კითხვა მოდი დავაზუსტოთ ებრაელები თვითონ არიან ესე იგი მოდიან სემის შტოა პირობითად თუ ვიტყვით სემი ქამი და იაფეტი აი საწყისი რომელიდან წამოვიდა
დნმ რომელი დნმ არ დაემთხვა ამ შემთხვევაში ის რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში მოდით გვერდზე გადავიდეთ უბრალოდ თქვა საწყისი რა ბიბლიური თხრობა რას გვეუბნება ეს არის აი ამ სამი შტოდან მომდინარე ბუნებრივია ებრაელების შტოს დნმ ვერ დაემთხვევა თუნდაც აფრიკაში დასახლებული ელების ასე თქვა დნმ-ს ვერ დაემთხვევა იგივე თქვა ლათინის ამერიკის კონტინენტის იმას ეს სულ სხვა შტოა ის სულ სხვა შტოა მაგრამ ერთი წინაპარი მომყავს ადამი მეორე ერთი წინაპარი ნოე ჩვენ აი აქედან ამონახავს გულისხმობ და ბუნებრივია აქედან მოდის და კანის ფერი როგორ მოხდა შავკანიაში? აი ეს ქამზე არ ამბობენ რომ დასწრება ის მე ზანგი გახდაო აი ეს მომენტია. და თვითონაც მიჩნეულია რომ ქამის საომარები არიან ისინი სიზონის გამოხატავენ აი ეს ასე ზანგებს რო ვიძახით ჩვენ ამას რომელსაც ვთქვათ მითოსული ცნობა უკავშირებს სხვადასხვა ფაქტორს რომელი ფაქტორიც არის ბიბლიოთეკაზე წარმოშობილი მიზეზად ეს არის მაგრამ ამ შემთხვევაში თერაკანიანი თეთკანიანი და ესე იგი შავკანიანი ეს არის აი ის რომლებიც ბუნებრივია რომ აი ამ გენეალოგიას თუ ვიყოდით ყველანი ნოეშტოდან მოდიან ყველანი ერთი ძირის ამონაყარი არიან ოღონდ ასე ვთქვათ სხვადასხვა ადმინისტრაციას მუტაცია დავარქვა ამას შეიძლება დავარქვა ეს უკვე მეცნიერული ტერმინებია რომელსაც მეცნიერებას ამ თემაზე აქვს თავისი ახსნა ბუნებრივია თავისი შინაარსია მოცემული მაგრამ საწყისად ყველას აქვს ერთი შტო აქედან მოდის აი კი ეს ერთი აქვს მაგრამ მე ასეთ კითხვა მიშდება ანუ ქამიდან მოდიან აი ეს ზანგები აი ეს მაინერს ეს ქამის შტოს თავმოყრად ითვლება ესე იგი არა მარტო ეს აი მაგალითად ქამის შტოს თავმოყრია ნებროთი არის ერთ-ერთი ფორმით სპარსელების ესე იგი სპარსულ ენაზე ამეტყველებს თქვა მაგალითად ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსი ვისაც იძახის რომ მაქვს ნებროთის წიგნი ნებროთი ის სპარსული ენით ესაუბრება ნებროთიანას ესე იგი ქამის შტო ისევე როგორც იაფეტის შტო ისევე როგორც სემის შტო სათავეა რაღაცის და მათ შორის აი ეს აფრიკის დღევანდელი ჩვენი ტერმინოლოგიით შავკანი ეს არის ქამის შტოს ასე თქვა მომდინარე ქამის შტო ანუ დაწყებილები არიან ესე თქვა ხო აი თუ მაგ შინაარს ნოეს ასე თქვა ხევას ვამებთ სწორი ხარ ესე იგი ნოე ქამს განსაზღვრავს სემის კი წევრის ეს არის ოღონდ ამ შინაარსობრივად გულისხმება რა შინაარსობრივად ქამი იგავურად ეს არის ადამიანის სხეულზე მითითება როგორც ცოდვის სიმბოლო ჩვენ სხეული რა სხეული დღეს გვაქვს წნადი სხეული ეს არის იმის საზღაური რაც ესე იგი ადამიანისა და ევას შეცდომების შემდეგ 64-ის შემდეგ შეიძინა ასე ვთქვათ გამოძიების შემდეგ შეიძინა უკტაურმა სულმა ადამიანის არსი ორი ასე ვთქვათ სუბსტანციისგან შედგება სულისა და ხორცის ერთობისაგან ხო სული არის უკტავი და მარადიული ხორცი არის მოკვდავი ამიტომ ქამი რომელსაც წევრის სახით აქვს წირფედრება რომ სებსაც დაემორჩილოს და იაფეთსაც ეს სიმბოლურად არის ადამიანის ხცნადი სხეული ამ გაგებით თუმცა ასე ვთქვათ სხვადასხვა შინაარსი აქვს ხო მეტიდან მომდინარე სიტყვას ქამიტები არიან ის არა მარტო შავკანიანები მაგრამ შავკანიანები არიან აი ამ ქამიტების შტოდან მომდინარე ოღონდ რა დაწყებილებს მივიწყეთ ის შინაარსი მინდა ძვანზე თემას დაუბრუნდეთ. თქვენ თქვით რომ ხაოსი და ჰაიკი არიან სხვადასხვა ადამიანები, ხო? ესე გამოდის. ესე იგი ასევე თქვით რომ ბაბილონის გოდოლს რო აშენებდა ნიმროდი, თარგამოსი წამოვიდა, ხაოსი იყო თარგამოსის შვილი. წამოვიდა დასახლდა არარატიშტებში და ჰაიკიო ბელ ნიმროდს ებრძოდა და ისიც წამოვიდა დასახლდა და მოგეხსენებათ ალბათ რომ ნიმროდი აშენებდა ბაბილონის გოდოლს და ერთდროულად ხდება, ესე იგი ხდება რაღაც ერთდროულად, ერთი და იგივე სახელითი ადამიანები ორნი არიან სხვადასხვაები? როგორ წარმოგიდგენიათ? ძალიან კაი კითხვა არის. ესე იგი ნებროთი ან ქანის შვილი არის ბაბილონის გოდოლის ამშენებლად. ნებროთს ესე იგი
მოვსეს ხორელიცი ეძახის ბერის სახელი. ეს ბაალი, ბელმარდუკი ეს მეორე სახელი იყო. ხო, მეორე სახელი იყო, ეძახი როგორ ბაალის კუნთი. ხო, ბაალის კუნთი ის ანალიტიკაც მოგვიყვება. ის მოვსეს ბერის სახელი. თარგამოსი, რომელიც არის ესე იგი ლეონტი ბროველის მიხედვით იაფეტის, იავანის და თარშიშის შტოსთან მომდინარე მას ყავს 8 სახელმწიფოური შვილი. ბუნებრივია მას მრავალი ეს ერთდროულად ხდება. ბატონო, ერთდროულად ხდება. აი ერთდროულად ხდება, ოღონდ რის თქმა მინდა. როდესაც აი ახლა აღნიშნე შეგვიძლია, როდესაც მოდის ეს ესე იგი თარგამოსი და სახლდება კაცშეუვალი ადგილია უქართული წყაროები. მაგრამ მოდის როდის, როცა ბაბილონის გოდოლი არ მოეწონა და წამოვიდა. ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ მოდის თარგამოსი. და მოვსეს ხორელეთის მიხედვით ბაბილონის გოდოლის დანგრევის გარკვეული დროის შემდეგ მოდის მისი შტაბი. მაგრამ იმროძე ბრძოლა ხო? ერთი და იგივე პიროვნება. არა, ეს ხარ მოდი ხარ ჩვენ ვილაპარაკოთ რა ზოგადია წყაროები. ერთი და იგივე პიროვნებები კი არ არიან. აქ არის ანარეკლი ხაოსისა და არმენების შტოს ურთიერთში. არა, ნიმროდი ხო ერთი და იგივე. ნემროდი იგივე ბერი არის ორივე და იგივე. ერთი და იგივე პიროვნება გეთანხმებით, როგორც როდესაც ნემროდის ამხედრებული ჰაიკი მოდის აქვს, მოვსეს ხორელეთის იძახის, რომ აქ დახდა ხალხი ადრინდელი გაფანტვიდან მოსულე. ეს სხვები არიან განათარგამოსი. არა, ვინ სხვები არიან? შეიძლება ვწდებოდეს? არა, ჩვენ ვიძახით ისტორიულ წყაროს, რომ მოვსეს ხორელეთის იძახის, რომ მოვიდა და დახდა ვიღაც. გამიგეთ? და ქართული წყარო იძახის, მოვიდა და არაბინაც არ დახვედრია. მაშინ თუ ორ წყაროს შევაჯერებთ, ვიტყვით, რომ ვინც დახდა, ეს არის ის თარგამოსის გოთმა და ვინც მოვიდა, ეს არიან ის არმენები, რომელსაც ეხლა დღეს ჩვენ ყველა ვიცით, რომ არმენები არიან მოსული ტომები აქ, ესე იგი. ხო, მაგრამ პრეტენზია პირველობაზე. მაგრამ პრეტენზია პირველობაზე. ხო და აი ეს პირველობა მათი ერთ-ერთი თავისი წყარო მოვსეს ხორელეთში თვითონ იძახის, რომ ისინი რომ მოვიდნენ ვიღაცები დახვედრიან. ხო და ამას ეთანხმებიან თვითონ? აი თავის ისტორიკოს. არა თუ არ ეთანხმებიან, ისინი ბუნებრივ ეთანხმებიან ამ ისტორიულ წყაროს ვერსად ვერ წაუდგნენ. ოღონდ სხვა შინაარსის და სხვა ათვლას დებენ შემდეგ, აი როგორც ძალიან კაი კითხვით, ეს თითქოს ერთ და იგივე პერიოდში ხდება. ერთი და იგივე პიროვნებას ამ ბაბილონის გოდოლის ამშენებელს ებრძვიან. უფრო მეტიც ქართული წყარო იძახის, რომ აი ეს ნემროდის სიკვდილი ხდება, ესე იგი ჰაოსი კრავს ისრით მოკლა ხო, ისრით მოკლა და ისევე როგორც თარგამოსი საქმეა, ხორელეთიც იძახის, რომ ჰაიკმა მოკლა, ესე იგი ნემროდი. ანუ ამ შინაარსით, აი თქვა მისტერიული ფორმით ვამეყებთ, აქ არის სიმბოლო, რომ ესე იგი თარგამოსის შთამომავალი ამარცხებს, ესე იგი ბაბილონის გოდოლის ამშენებელს, ანუ ამ პარტანების სიმბოლოს. აი ამას ამარცხებს. ოღონდ განსხვავება ორ ქართულ და სომხურ წყაროებს შორის არის ის, ქართული წყარო იძახის, რომ ჩვენ აქ მოვედით, არავინ არ იყო დასახლებული ბაბილონის გოდოლის დანგრევის დღიდან და სომხური წყარო იძახის, რომ რაღაც დროის შემდეგ მოდის ის აქ. გარკვეული დროის შემდეგ და ხდება მას აქ ხალხი. მასადამე აბსოლუტურად სწორი ხარ ის ქიშპის დაპირისპირება. თუნდაც იქიდან მოდის, რომ იაფეტის მოდგმა ზღვისპირა ასე ვთქვათ, განსახლების არეალში არის და იაფეტის შტოსთან მოყავს მოვსეს ხორელეთსაც თავისი ჰაიკი ამ შემთხვევაში როგორც მოყავს იაფეტი გომერის შტო და ანუ უფროსი ვაჟის შტოდან და ისინი მათ ზღვაზე არეალი არ აქვთ. აი ზღვისპირა დასახლებულები არ არიან და აი ეს დაპირისპირებაც აი მარტივად იჭრება თუ როგორც ხალხი შევაჯერებთ. რა მაინტერესებს? ენების აღრევის შემდეგ რო გადარჩა ის ძველი ენა, ეს მხოლოდ დაშვებაა თუ რა ბიბლიიდან ჩანს? რომ ენები ვაერია ძველი ენად 70 წლებში ერთ-ერთი იყო. ესე იგი, აი ნახეთ რა ხდება. როდესაც არარატის მიდამოები არის გადარჩენის სიმბოლო. და მე მიდიანში ხარის ქვეყანაში. იქ ხდება ამ დროში ერთპირი და ერთენაზე მეტყველია მთელი ის. შემდეგ ხდება აპარტამენტების სიმბოლო ბაბილონის გოდოლის დანგრევა, წარმოიშობა 70 ენა, პირობითად არა. და ესე იგი, შიყარის ვერი ეს არის ცოდვის ადგილი და არარატის მიდამოები ანუ კიდევ გადარჩენის ადგილი, ეს არის გადარჩენის ადგილი. და რადგან აქედან მოდის ერთ-ერთი შტო და მოდის და უბრუნდება გადარჩენის ადგილს, აქ არის ვარაუდი,
აქ არის მოსაზრება, რომ ეს არის ის ენა, შემთხვევით ხდება, რომელი ენაც იმ 70 შორის საწყისი ენა შემორჩა და ამ ენაზე მეტყველი უნდა გადარჩენის ადგილის დედა. ან გადარჩენაში ენის გადარჩენაში ისხოდა. არა, გადარჩენის სიმბოლო ეს არის კიდობის გადაკიდება, რომ გამოირიყა იმ ესე ხო შეიძლება ბიბლია სხვა ადგილას გამოირიყა კიდობა. რატომაც მაინც ამ ტერიტორიაზე მოხდა? ესე იგი რაღაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ანუ ეს არის გადარჩენის ადგილი. ის ადგილი, სადაც კაცობრიობა გადარჩა. და იმ 70 შორის ბუნებრივია ის საწყისი ენას იქნებოდა და ის ენა მოდის მოყავს სწორედ გადარჩენის ადგილზე. ანუ მაინც დაშვებაა და ეს ყველა ვარიანტი არ ვიცი. ავისი ბეჭედას ერთ-ერთი რო ეს ყველა ვარიანტი არ ვიცი. ალო კექსუდა. თქვენ თვითონ ქრისტეს მეორე საბატება მოხდებოდა იაფეთის შტოდან, ხო? და ამ ამას ვთქვით ამისეთ რომ ისევ სემის შტოდან არ მოხდებოდა ამჯერად იაფეთის შტოდან. აი ეგ უბრალოდ ახლა ის ამუშავების იმას მიზახი, ჩვენ მიზახით რომ სემის შტოს კურთხევა ეს არის უფლის პირველად მოსვლისეული არსი. და იაფეთი რომელმაც უნდა დაიმკვიდროს სემის შტო, ეს არის მეორე მოსვლისეული არსთან დაკავშირებული ცნება. თუ ესე იგი რატომ უნდა მოხდეს ქართული ენის ამის კვლევა ეს ესე იგი ფართო და ესე იგი ვრცელის საუბრის თემა, მაგრამ შინაარსობრივად როდესაც ბიბლია იძახის მცირე ერთს წაერთმევა და მიეცემა სხვა ერთს, როდესაც ესე იგი ჯვარზე გაკვრის დროს, როდესაც პილატე იბანს ხელებს და ვიდრე შეეკითხება მას ცოდვა არ აქვს და აი იქ თავსი საზოგადოება პასუხობს რომ ჩვენზე და ჩვენ შთამომავლობაზე იყოს მისი ცოდვა, აი ეს შინაარსი და კიდევ ბევრი რაღაც სხვა წაერთმევა და მცირე ერთს მიეცემა იაფეთის შტოდან მომდინარე შინაარსობრივი დატვირთვა ეს უკავშირდება მეორე მოსვლისეული თემატიკას, რომლის დროის დადგომის მისტერიული ესე იგი ვალდებულება სულიერი მისია გააჩინა საქართველოსა და ქართველებს. უბრალოდ ეს ცალკე საუბრის თემა, საკმაოდ ვრცელი, საკმაოდ ისეთი ესე იგი ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ იმ თავდაპირველი ენის იმას. და რატომ იაფეთის შტოდან, რატომ ქართულ ენას უნდა განიკითხოს, იმიტომ რომ ეს ენა უნდა იყოს ის საწყისი ენა, ვიდრე 70-დან ენა გაიშლებოდა, მანამდე მეწყვილებდა 60-სა და ესე იგი 60-ის შემდეგ ყოფილი კაცობრიობა. ეს შინაარსი უნდა იყოს იბერიულ კავკასიური ენების შინაარსის მატარებელი, ცნობიერების მატარებელი, ესე იგი სახელმწიფო ქართულ ენაში. აი ეს არის, რომელიც მეორე მოსვლის ჟამს იაფეთის შტოს აქვს ესე იგი ნოეს კურთხევის მიხედვით აღმატებული სემის შტოსთან შედარებით ხვები. მისი ხვებია მან მოიცვას თლიანობაში სემისა და იაფეთის აბია ქანის თელი ეს კიდე ხوار აღწერს დაუშვათ ეს მართლაც ასე არის როგორც ეს შეფასება რო გავაკეთოთ, კარგია თუ ცუდია, ან ქართულ ენაზე რო ქართულ ენას ეს მისია აკისრია. ეს ამ ენის მატარებელი ხალხისთვის. რამე ტვირთი არის და რაღაც დიდი პასუხისმგებლობა თუ გარდა ამისა რაღაც პლუსიც აქვს. შეფასება რო გავაკეთოთ. დიდი მადლობა. ისე მოდით ასე თქვა, ყველა ესე იგი ენას აქვს თავისი რაღაც ფუნქცია და მისია. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ყველაფერი რაღაც კანონზომიერებაში ზის, რომელი კანონზომიერების ამოცნობასაც ქვია, ესე იგი შეიცავს შემოთავაზებაში, შეიცავს სამყაროს. ეს კანონზომიერებაა, რომელიც ასე ვთქვათ, თანადარ იშლება ჩვენს ცნობიერებაში, თანადარ იხსნება. ქართველი ენის მისია რატომ არის ის, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში ვარქმევთ, აი ამისი ახსნა მინდოდა დღეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ენის მატარებლები, იმ ენაზე მეტყველები, რომელი ენას თავდაპირველი ენის შინაარსი ჰქონდა. შეიძლება ამ ენას ქვია დღეს ჩვენი ცნობიერებით ქვია ქართული, როგორც 60-ის ენის სახელმწიფოს ბიბლია არ იძახის, არსად არ ლაპარაკობს. არც ენების ჩამონათვალს იძახის სახელმწიფოს არ არქმევს. უბრალოდ აი ამ ლოგიკური ჯაჭვით, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება, აი ეს შინაარსი გვავარდებულებს, რომ ქართველი ერი, საქართველო და ქართველი ერი არის იმ ფუნქციის მატარებელი, რასაც ქვია თავდაპირველ ენაზე მეტყველება. და თავდაპირველ ენაზე მეტყველების შინაარსი ივანე ზოსიმენ გვითხრა, რომ ამითა ენითა უნდა მოხდეს გამოწვევა, ესე იგი სხვა ენებს შორის, ანუ სხვა მიმდებარე ენას ამით უნდა იცოცხლოს.
ამიტომ ეს რა თქმა უნდა ტვირთია, რასაც ვილაპარაკობ, რა თქმა უნდა ძალიან დიდი მისია, ეს ის ჯვარია, რომელიც ჯვარსაც ატარებს ჩვენი ერი და სწორედ ამ ჯვარის სიმძიმე, ამ ჯვარის მისიამ შემოვინახავდა ამ სამ ვეშაპს შორის, თორე ვიცით ჩვენ მსოფლიოში ძალიან ბევრი ენა და სახელმწიფო არის ახვილი, მაგრამ სწორედ ამ შინაარსით ეს კვარი, პატარა კვარი, ესე იგი ნაცარზავალი კვარი არის შემონახული, რომელმაც მეორე მოსვლის დროს თავისი ფუნქცია უნდა ითამაშოს. ეს არის ტვირთით, ეს არის უდიდესი, ესე იგი პასუხისმგებლობა ჩვენი ერისა, ჩვენი ერის ისტორიისა, რომლის შთამომავლები, რომლის აი ჩვენს დროს უნდა მოხდეს ყველაფერი ეს, ამის თვითმფრინავად ჩვენ ის რასაც თაობიდან თაობამდე უმეორდა ქართველი ერი, აი ამ მისიის ასრულების, ამ საიდუმლოების გახსნის უკანასკნელია. ან თუ სწორად გავიგე, ეს არის ერთ-ერთი გარანტი, ან ქართული ენის გარანტი, რომ თუ ამით უნდა მოხდეს განკითხვა, მაშინ ამ ენის მატარებელი ხალხიც უნდა იყოს. ქართლობა ეს არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი. მე შეიძლება შემოხდეს ყველა შეიმეცნოს. განკითხვა უნდა მოხდეს ამით, ურის გამოცხადება ხდება ხილოების სახით ძალიან მრავალ იმაში ფრანკსაც ეცხადება და ინგლისელსაც და ყველას. მაგრამ აქ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აზრობრივად, ბუნებრივია ღმერთი, როდესაც ეცხადება, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა მიიღოს მან ეს ინფორმაცია. მაგრამ ამ ენებს შორის ის თავდაპირველი ენაა ქართული ენა. ამიტომ ჩვენ ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა, ეს არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა იმისათვის, ამიტომ მაცხოვარი ძახის თქვენი სიტყვით და თქვენი ქმედებებით გასამართლება. ოღონდ ეს გასამართლება სწორედ იმ ენაზე უნდა მოხდეს, ღმერთისთვის ხო ენა არ არსებობს. ეს ხო ჩვენ გამართ ამას. პირობითი ენა. ის რომ არ არსებობს, ბიბლია გვეუბნება ერთ პირი და ერთ ენაზე იყო, ცოდვის გამოშენდება. მაგრამ ის ერთი შემორჩა და სწორედ იმ ენაზე მოხდება, ეს იგი განკითხვა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქართველებთან. როგორც ვიცით, შეიცვალა ქართული ენის მეტყველება და თანამედროვე ენაზე მოხდება ეს განკითხვა თუ ძველზე? ძალიან კაი კითხვა. ესე იგი ჩვენ თუ გადავავლეთ თვალს, ვიცით რომ ამერიკა დასახლებული არის ძირითადად ინგლისური საგრეგული ჩრდილოეთ ამერიკას, ინგლისურენოვანი ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისურენოვანი სახელმწიფოა და არსებობს თავისთავად ინგლისური ენაც. მაგრამ არსებობს ინგლისურ, ესე იგი ინგლისისა და ამერიკის შორის ლექსიკონი არსებობს, ამიტომ მათ ჭირდება იმდენად მოხსნილება ამ 200 წლის მანძილზე. მაგრამ ჩვენ თქვათ აი ესე იგი ჰაგიოგრაფიას რო ვეძახით ჩვენ და თქვათ ძველი ქართულ წყაროებს რო ვაპარაკობთ, ჩვენ ამის ლექსიკონი განმარტება არ ჭირდება. თითქმის უცვლელად არის შემონახული ის მთავარი ძაღლი, რომელიც მთავარი ძაღლზე დღეს ჩვენ ვაპარაკობთ, ელემენტარულად ხდება დახვეწა, მაგრამ არა შინაარსობრივი ცვლილება აი მის. ამიტომ ეს არის სწორედ ის თავდაპირველი ენა, შეიძლება ამ თქვათ შემოსული ტერმინებისგან გაცხილებას გულისხმობს ეს ბუნებრივია, მაგრამ ის რასაც თქვათ ტექნიკის განვითარების შედეგად თუ სხვა აი 70 ენებისგან შემოსული მინარევი არის ეს სხვა გათვლის თემა, მაგრამ ჩვენი სამეთყველოება სწორედ ის სამეთყველოება უნდა იყოს მას თავდაპირველად. და განკითხვის დღეს განკითხვა ქართულ ენაზე ხდება და უცხოელმა როგორ უნდა გაიგოს? ხო, მაგით ხო განკითხვას ატარებს ღმერთი. და ის ღმერთი რა ენაზე ატარებს განკითხვას, ეს ენა თავდაპირველი ენა, რომელი ენაზეც სამოთხეში მეტყველება. აი ის ენა აი ის ენა მერტის მიერ მოხდება ამის განკითხვა. და ის ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, ეს ჩვენი ტერმინოლოგიით, დღევანდელი ტერმინოლოგიით არის ეს გადმოცემული. მას არავითარ კავშირი არ აქვს იმ შინაარსთან, რასაც ახლა ჩვენ ვაპარაკობთ. ღმერთის ენა არის ის ენა, რომელიც თავდაპირველი ენა, ეს უნდა იყოს ის ქართული, ის იბერიო-კავკასიური. და მაშინ ებრაული ენა ამ შემთხვევაში არსად არის. ებრაული ენა ეს არის სემიტებიდან მომდინარე, აბრაამი მიდის ქანაანის ურიდან იწყებს ის. ესე იგი
სცენის მოდგმა ბაბილონის გოდოლს არ გასცილებია. იქვე დაიმკვიდრა მათ და აი ეს იაფეტის მოდგმა ან თარგამოს გულისხმობ ამ შემთხვევაში თარგამოსია რომელიც წამოვიდა იქიდან და ანუ ის დღევანდელი ებრაული ენა და სხვა ენა ეს არის ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ გაჩერებული ენები. ეს არ არის ის თავდაპირველი ენა. სწორედ ამიტომ იძახის რომ უთხრეულია უფალი ესე იგი სცენისა, მაგრამ ესე იგი იაფეტის მოდგმა იკვიდრებს სცენის აი ამ კადრს და ყველაფრის მთავარი ეს არის. ანუ ებრაული ენა ეს არ უნდა იყოს ამ ლოგიკით, ამ ასე ვთქვათ, თავდაპირველად მომდინარე ის თავდაპირველი ენა. იმიტომ ისინი იქ მიდროდნენ ხანანის უნიდან წამოვიდა აბრაამს და შემდეგ წავიდა და ის პალესტინისა და იმედებს არ გასცილებიან ისინი არ მკვიდრობენ კიდობის გადარჩენის აღდგენას. ეს ჩვენი ხვედრია და ჩვენი წიგნი. და ბუნებისგან დაჩაგრულ ადამიანს თვალები არ აქვს თქვათ, ვერ ხედავს. ან ყურებს არ არის აგებენ პასუხს და მოგიხო. და მაგათმოგვარ ისწავლე ენა რაღაც გაკითხვის დღისთვის. ჯერად ყოველი შემდგომ და რაღაცები რაც გონებით არ მიღწევთ ისიც პასუხს მოითხოვთ რაც მედიცინამდე მოითხოვთ ასე ვთქვათ რაღაცა არადეკორატიული კითხვები აშკარად მე მაინტერესებს რა კი მაგრამ მაინტერესებს კარგი თუ გაინტერესებს მაშინ არის რაღაც რაც ხალხი პასუხი ის ასეა კარგი თუ კითხვა თუ შეიძლება ესე იგი თქვენ კითხვაზე პასუხი ასეთია ბიბლია იძახის თვით შეხედავენ და ვერ გაინახავენ ვისმენი და ვერ გაიგებენ ამაში სხვადასხვა შინაარსი ჩადებული მაგრამ თქვენი კითხვის კონტექსტი რასაც მოიცავს ესე ფიზიკურ ნაკროვანებას არავითარი კავშირი არ აქვს ეს სხვა არსია იქ ესე ბრმა ყრუს სხვა კრიტერიუმები აქვს და თქვა ჯანსაღ სხვა კრიტერიუმები ასეთი მიდროდი არ შეიძლება ეს ერთიანი კარგა არის ეს არის ფიზიკური გამოვლინება სული არც ბრმა და არც ყრუ სხეულია ჩვენი დროებითი სხეულია ამის ამიტომ აი ეს შინაარსი შეიძლება ესე ცოტა შეიძლება სხვა თამაშს ოდნავ ის მაგრამ დაახლოებით იგივე არის ესე იგი რო საქართველოს შემოდიან ასეთი რელიგიური უცვლელობა რომელიც არასდროს არ ყოფილა საქართველოში მაგალითად და ცდილობენ რაღაც წარდგწონ ქართული ხალხი და საზოგადოება და აი რაღაცა პასტაფარიანები ესეთი რაღაც ისეთ რელიგიური უცვლელობები არიან და ცდილობენ და რა შეიძლება ამის პრევენცია როგორ უნდა გააკეთოს ამის პრევენცია ქართულმა საზოგადოებამ ისე იგი ქართულ ერს ну ცდილობენ ხალხის შეცდენას მე ამის თქმა მინდა და გადაყვანას თავის იმაზე რელიგიურ კონფესიებს და საუბრებს ყველა თავის ასე ვთქვათ წამს ცდილობს წარმოაჩინოს და ასე ვთქვათ თავზე მოახდინოს იმას პირობითად სიმბოლურად თუ ვიტყვით ჩვენ ქართველი ერმა თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მომხდური გადაიტანა და გადახარშა თავისი კულტურის გამო ჩვენთან არასდროს აი ეს ვთქვათ საშიშროება აი ჩვენი დღევანდელობაც გვიტასტურებს იმას, რომ ძალიან ბევრი ენა და ერი დაიკარგა, აღიდგა მიწის საგაფილისა ჩვენ შევინარჩუნეთ ეს. ბუნებრივია ეს საშიშროება ყოველთვის იდგა. ეს იყო სპარსელების შემოსევის დროს, ეს იყო თურქების დროს, ეს იყო მონღოლების ასე ვთქვათ ხანაში, ისინი თავისი ენი, თავისი კულტურით მოდიოდნენ და ცდილობდნენ ასე ვთქვათ თავზე მოეხმარათ ჩვენი მეფეები, ესე იგი საუკუნეების მანძილზე მუსულმანური წესით ხდებოდა მათი კურთხევა და შემდეგ ასე ვთქვათ ქართული ტოლების შემდეგ აღდგა მხოლოდ ერთ-ერთი პირველი ბოლო და პირველი ესე ვთქვათ ერეკლე მეფე რომელიც ვთქვათ აი ამ ქრისტიანული წესით იმას აკრა. ამიტომ ეს ზეგავლენები ყოველთვის იყო. მეთისები აი რაც წერამდე უარ მოკითხა ქართველი ენის სულიერი ისეა სწორედ ის არის რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის მუხტი მოუვაგეთ იმ საწყის რომელიც საწყისის ცვლილება და ჩვენ დაგვაყენებთ და ამას ვერანაირი ძალა ასე ვთქვათ ვერ გადაახოვებს ამ მისიას თუ ეს ღმერთის ნებიდან მომდინარეა ეს ღმერთის ნებიდან მომდინარეა საუკუნეების მანძილზე ჩვენ გადარჩენას სწორედ აი ამის საფუძველი შეიძლება ესე იგი შექმნას იმისათვის რომ არის სწორედ აი ეს დავიცავთ ჩვენ თუმცა ჩვენი ძალისხმევა ჩვენი თავდაცვა ჩვენი კულტურის ისტორიის ზეობრივი ფასეულობის დაცვა აუცილებელია და აი ამის მიხედვით განსაზღვრება შემდეგ ისეთი ღირსეული ვარაუშვილი რომელსაც ჩვენ დღეს
ილია ჭავჭავაძის, მედავაშიძის და სხვა ის სახელებს ვარქვენ, რომელთა ვაწვა ძალიან დიდი კვალიტეტი ამჩნევს ქართული ენის ისტორიას და ჩვენს დღევანდელობას. გამოიწერეთ. ანუ თქვენ ახსოვს რომ გადაცემაში ისაუბრეთ ერთხელ რომ ბიბლიაში დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით ჩანს რომ საქართველოში მოვლენები რაც ხდება რა და რეალურად როდის ნოველოდოთ რომ რეალურად ალაგდეს სიტუაცია და წინსვლა იყოს. დაახლოებით როდის ნოველოდოთ ამას. ჩვენ ის წინა საუბრობთ აი ეს ქართულმა ენამ უნდა მოწმოს ეს ყველაფერი როცა ლაპარაკი ეს არის უფალი იესო ქრისტეს მეორე მუსლის წინარე დროის დადგომის გადასტურება ჩვენ აი ცნობიერებას რაც ცნობიერებასაც ეხლა ვწდით არამედ დარბაზში არამედ ზოგადად ეს თაობა ეს არის ის ცნობიერება რომელიც უფლის გაცხადების წინარე ჟამის დადგომას გვიდასტურებს ამიტომ ეს როდის დალაგდება უფლის გაცხადებამდე ყველა ინფორმაციებია ბიბლიაში მოცემული იმ დრომდე იმიტომ რომ ბიბლია ეს არის წიგნი ეს არის გზამკვლევი ეს არის ორიენტირი კვლავ საკითხში დაბრუნების ყოფის ანუ სასუფეველის ძებად შევაწვის და ამ წამამდე ანუ გაკითხვის დღემდე რაც უნდა მოხდეს ყველაფერი აღწერილი ბიბლიაში და მათ შორის ეს ყველაფერი მათ შორის თავისუფლად ეს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიით არის გაჯერებული და აი ეს პასუხი შეიძლება რომ ჩვენ ეს სწორედ იმ ჟამში ცხოვრობთ, რასაც იაპეტის ენის მისიული ფუნქცია აქვს. ჩვენმა ენამ უნდა დაამოწმოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ დღეს მეორე ჟამში ვართ. ბატონო მიხეილ, ანუ მარტო საქართველოს ბევრი ქვეყნის ისტორია ჩანს დაშიფრულია თუ საქართველოს ისტორია ჩანს და კიდე რამდენიმე ქვეყნის თუ როგორ არის? კი ბატონო, კარგი კითხვა. აი მაგის პასუხი მიგეთქვით ასეთ შინაარს და მეკითხეთ რომ აი ეს სახარებაში მოთხრობილი არის უფალი იესო ქრისტეს მიწიური ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. რომ გადმოცემულია და რა ინფორმაციები ხდება იქ? ხდება ის ინფორმაციები, რასაც ქვია პილატე, კაიაფა, ანა, ვიღაცა იქ ჰეროდე და ასე შემდეგ ფილიპე და სხვები რომლებიც იქ ცხოვრობენ. ანუ სადაც მაცხოვარი არის დაბადებული, სადაც მაცხოვარი მოაწმობს იმ ქვეყნის ისტორია, იმ არეალია. თორემ მე ადრეს ვიზახოდი და თქვენთაც არ იქნება უცხო ძალიან თქვა რომის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში რა ხდებოდა, ინდოეთში რა ხდებოდა, სახარება არ მოგვითხრობს, მაგრამ მოგვითხრობს იმ ქვეყნის ისტორია, სადაც ქრისტიანი დაბადება. ასევე არის მეორე ჟამ მოსვლის ჟამსაც. ქართველი ერის მისიისა და ფუნქციიდან გამომდინარე, მეორე მოსვლის წინარე დროის გადასტურება ხდება ბიბლიაში ასახული იმ ინფორმაციებით, რასაც საქართველოში მომხდარი მოვლენები. ბუნებრივია სადღაც აფრიკაში, ამერიკაში, ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში რაღაცები ხდება, მაგრამ ბიბლიაში ამის გადასტურებას ბიბლიაში ამ ინფორმაციები არ არის მოსული, რომ ჩვენ გავიგოთ რომ გასწორდა მეორე მოსვლის წინარე ჟამი. იმიტომ რომ ჩვენი მისია, ჩვენი ფუნქცია, იმ თავდაპირველი ენაზე მეტყველი ერის მისია ეს. ამიტომ ჩვენი ისტორია მოთხრობილი იმ შინაარსით, რასაც უფლის გაცხადების წინარე მოვლენების გადასტურება. და ბატონო შეიძლება არის წინასწარმეტყველებაში 18 წელია კონსტიტუციურ მონარქიაზე და პირადად თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ლევან ვასაძე, ეხლა რაინდა დაკუთხეს რამდენიმე დღის წინ. ესე იგი, ბიბლიური ცნობიერება არის დაყარებული. ფოტო თუ ნახეთ, საინტერესო ფოტო იყო, ესე რომ რაინდა დაკუთხების ფოტო ლევან ვასაძის. ანუ ქართული ანუ ტრადიციულად ეხლა რო გადავხვდით ისტორიას, მასეთი საქართველოში არ მოხდა და მასეთი წესით კურსზე არასდროს ისტორიკოსი მოთქოს. ესე იგი, სამეფო ასე თქვა დინასტიასთან დაკავშირებით ბიბლიური ინფორმაცია ასეთი, რომ ბიბლია გვეუბნება, რომ უნდა ბუდის ცხებული მეფე, პირველი მეფე. ამ შინაარსით ლაპარაკობს. კოდირებული თხრობა ამ შინაარსის არის ასეთი, რომ თქვა ეს სხვადასხვა წინასწარმეტყველების სხვადასხვა განმარტებების მაგალითად მინიშნება, რომ ესე იგი მეფის ესე იგი ინსტიტუტის აღდგენაზე, სამეფო ინსტიტუტის აღდგენაზე თითქოს აი ესე მოიაზრება. ამის შინაარსი ბიბლიურად ასეა, რომ ის უნდა იყოს ცხებული მეფე და ამავე დროს პირველ მეფეს აღდგენს. ეს შინაარსი და ეს ეტაპი ქართლი ერმა უკვე გავიარეთ ჩვენ.
არანაირი ჩვენი საზრით კონსტიტუციური მონარქიის ეტაპი ჩვენ არ გველის, ეს არის კოდირებული თხრობა, რომელიც უკავშირდება საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებას, პირველი პირის ინსტიტუტის შემოღებას, მეფეებმა ადრე პირველ პირს, სხვადასხვა სახელებები ერქვა, მაგრამ ყველაზე ცნობილი არის მეფე, პრეზიდენტის ინსტიტუტის არის დაახლოებით 200 წლიანი ისტორია აქვს ამ ტერმინის, ამერიკიდან მოდის და ასე შემდეგ. და ჩვენს ცნობიერებაში ეს ხო პირველი პრეზიდენტი გახლავთ სულად გამოსახულია. ამიტომ, როცა მითითება ბიბლიაში, რომ მოვაცხებული მეფე, რომელიც 62 შვიდეულის შემდეგ მოიკვეთა და ეს არის პირველი მეფე, ეს არის კოდირებული არსი, რასაც სხვადასხვა განმარტებები მეფისა და სამეფო მონარქიის ცხოვრების ადგენას უკავშირდება. ამას ჩემი აზრით არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის დაფიქსირება, ის ცხებული მეფე, პირველი მეფე, რომელიც 62-ში ეს არის 454-ზე, 1990 წლის 28 ოქტომბრის ვერ გამოსახულდება გაიმართა არჩევნებში და 92 წლის 6 იანვარს დატოვა საქართველოს. მათ შორის სწორედ 434 დღეა. ან ამის შემდეგ მოიკვეთა ყველაფერი. ამიტომ კონსტიტუციური მონარქიის ადგენაზე ჩემი აზრით ბიბლიაში ამის გარდა სხვა მიტი არაფერი წერია. აბა ამ შინაარსთან თუ არის კიდე რაღაც? აბა ზამეთ აი უკვე არ მოლოდი შესია რომ გადახრები უკვე ძალიან მომრავლებულად რაღაც უკვე წაიბიძა ქოროდა. მაინტერესებს მას წამოწული და ესეთი ადამიანები სამართლში მოხდებიან თუ როგორ თქვათ მორწმუნეები მამაელის ბარის ალბოდა ამას ნეშ დიდი პოლიტიკა ვარ გადაცემა აი თქვენ მეგობარია მამაელის ბარი მაგ საკითხად იქ იყო ის თეატროფერიძე და ის მომარია მაგრამ თანხმობრივად ზეხრა მინდა რომ ჩვენი ამ თემას არ გავცდე მაგრამ ამ თემას გიყავს მაგ კითხვაზე გიყავს საინტერესო როცა ისე სასურველი ამ თემაზე ისე ნახეთ რა ხდება ღმერთმა ჩვენ მოგვცა არჩევანის თავისუფლება არჩევანის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავისი საქციელით უნდა შოქს ჰორმონებში დაბადებიდან მიიღოს. ბატონო, შოქს ანუ დამკიცებულა მეცნიერულად, რომ ყველა არ არის ჰეტეროსექსუალი და ჰორმონებში არის. არა, მაგას არა, მე ვიზარ არჩევანის თავისუფლება. როგორ დაიწყოს ჰორმონებში თუ არის? ერთიდროულად მე სხვადასხვა ლაპარაკობ. არჩევანის თავისუფლება ნიშნავს ჩვენ ქმედებებში არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ არ ვიძახით ვთქვათ ის რა ქვია ატავიზმი რო აქვს და ზოგს ხუდის წამონაზრდები აქვს როთმების საფარი ეს სხვა თემატიკა არის. მე ვიძახი რომ ადამიანი თავისი არჩევანის მიხედვით აგებს პასუხს და ეს არჩევანია სწორედ რომელიც განასხვავებს მსახიობს რეალური ცხოვრებისგან. სცენაზე მსახიობი რომელიღაც პერსონაჟის როლს თამაშობს და ის იმ პერსონაჟის თქვათ შაჰაბაზის ქმედებებზე პერსონაჟად მსახიობი ხომ არ აგებს პასუხს. მაგრამ ის შაჰაბაზი თავის დროზე როგორ იქცეოდა ის მის მიხედვით არცევს პასუხს. აქედან მომდინარე ყველა თავისი არჩევანით განეკითხება, ყველა თავისი ქმედებებით აგებს პასუხს და ეს ვინ გადარჩება, ვინ არ გადარჩება, ის ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თვითონ უკავი ძაღლის. მე კი არ განიკითხავ, არამედ თქვენი ეს ყველა ქმედებები განიკითხავენ. და თუ როგორ მოხდება ამის განკითხვა, ბიბლიაში ჩამოწერილი 10 ცნება და ის პირობითი ჩამონათვალი ზოგადი ჩარჩოების ნეობრივი კატეგორიებისა ჩამონათვალი არის. ვინც მიესადაგება იმას, ის მიიღებს იმას, რასაც მაცხოვრის მარჯვნიდან მოაქვია, ვინც მიესადაგება ის მარცხენა მხარეს აღმოჩნდება. თუ ამ შინაარსიდან რასაც ლექცია ერქვა, მე ვიკითხები არ არის. მე ასწავლე გამოვკათა შეიძლება. მე პატრონელოსთან ძალიან დიდი წლების გავიწვის ნაცნობობასთან მეგობრობამს. მე მიმაჩნია რომ გამოჩეული პიროვნება ის თავისუფლებით, ბიბლიის წოდნით და ძალიან კარგია თუ ხშირად დაესწრებით და მოусმენ. ორი სიტყვით მინდა უპასუხო ახალგაზრდებს, რომ ჩვენ სოფლიოს ხალხი აღმოსავლეთი გურჯებს გვეძახის და გურჯის ტანს. და დღემდე არ არის არ დაინტერესებულა, რას ნიშნავს ეს სიტყვა. დავიწყებული გვაქვს ქართველებს. ენციკლოპედიის მიხედვით ეს ნიშნავს მარად ქართულს და სამოთხეს. აი ჩვენ ვართ უკვე გენეტიკურად რთული სოფლიოს წოდნია ეს რომ ვართ სამოთხის ხალხი და ვართ ესე იგი თვითონ ესე იგი სამოთხის ტერიტორია და სამოთხე თვითონ ღვთისმშობელია. აი ამ სიტყვიდან გამომდინარე 33 წლის მარად ქართული აი ამაში დევს ეს
მხოლოდ ღვთისმშობლის წილხედვილი არ ყოფილა, არამედ ყოფილა ქალღმერთ ინანას წილხედვილი მიწა-წყალიც, არათას ქვეყანა, რომელსაც მოიაზრებენ, რომ ეს კაზრეთის ოქროს საბადომ დაამტკიცა, რომ იქ აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობები, ისა სინჯით შუმერის ოქროს ნაკეთობებია დამზადებული. მეორე თქვენ ბრძანეთ, რომ ესე იგი, აი მაინც რატო ქართველები? ეს ჩვენ არ ვკითხავთ. ჩვენ ვართ ასე. ამ სოფიოს ხალხი ვინ არის ხალხი? მეორე მინდა გითხრათ, რომ ადრე სხვა განზომილების ადამიანები იყვნენ, ვიდრე მატერიალის სფეროში მოვიდოდნენ. ისინი აზრებით საუბრობდნენ. სხვათა შორის კომიდან გამომიგზავნეს ერთ-ერთი სურათი, ყურებია და პირი არა. აი ასეთი გამოსახულებები არის, თითქოს აი უცხოპლანეტელებს გვაქვს. აზრის სიტყვის გარეშე არსებობს? აზროვნებითი ენა არსებობდა და აზროვნებს, აბა უფალი სულ არის ჩვენთან. როგორ ველაპარაკება ის ხმაგესნი, არამედ ის აზრებით ველაპარაკება. და საერთოდ რაც კი ხდება, ყველაფერი უფლისგან არის, ჩვენს გამოსაცდელად არის ეს ის ცუდიც, კარგიც, ყველაფერი ჩვენს გამოსაცდელად. უნდა დავიხვეწოთ, უნდა ვიყოთ ინდივიდუალურები და უფლის სიტყვისა და ესე იგი სიტყვიზე ჩვენში და უნდა ჩამოვაყალიბოთ. დიდი მადლობა. ყველასი მადლობა გადაგიხადეთ პროვინციის მოსახლეობის და თუ ერთი ნების საქართველოს სული ციხემა შეიძლება შეგვიძლია სხვადასხვა თემაზე შეხვედრა.